ჩვენთან მობრძანებული გახლავთ ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, რომელიც წარმოადგენს მაშინდელ და ამჟამინდელ საქართველოს მწერალთა კავშირს, ვინც არ იცის ახალგაზრდათაობის წარმომადგენელმა უნდა ითქვას, რომ მწერალთა კავშირი სხვა ხელოვანთა პროფესიულ გაერთიანებებთან, კავშირებთან ერთად იყო მხატვართა კავშირი, მაგალითისთვის კინემატოგრაფისტთა კავშირი და სხვა. ეს პროფესიული გაერთიანებები თავის დროზე უზრუნველყოფდნენ მოცემული პროფესიის წარმომადგენლების ერთობას. რა თქმა უნდა, კონკურენცია ყოველთვის იყო დაპირისპირებებიც, მაგრამ ეს იყო ყოველთვის პროფესიული და გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული. მწერალთა კავშირი, მე ჩემს ბავშვობას თუ გავიხსენებ, იყო ის ადგილი, სადაც თითოეულ მწერალს, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრსაც, ყოველ დილით გული მიუწევდა, მიუჩქაროდა, უხაროდა იქ მისვლად, მაგრამ დადგა ერთი დღე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, როდესაც მწერლებს მწერალთა კავშირში ნიღბიანი სპეცრაზმელები შეუვარდნენ და მწერლები მწერალთა კავშირიდან გამოიყვანეს. აი ამ თემასთან დაკავშირებით ვთხოვეთ სწორედ ჩვენ ქალბატონ მაყვალას მობრძანება, მადლობა მას რომ დაგვრთანხმდა და თუ ის უკვე არის ახლოს მოსული, იქნებ დარბაზშიც შემოვაცილოთ უკვე. მოგესალმებით ქალბატონო მაყვალა, დაბრძანდით. გვიხარია თქვენი დანახვა და ნახვა, დაბრძანდით თუ შეიძლება, როგორ ბრძანდებით? ქალბატონო მაყვალა, ჩვენ პირველ რიგში დავიწყოთ პროცედურით, სულ რამდენიმე წამს წაგვართმევს ეს. გაფრთხილება უნდა გაკეთდეს, ასეთია წესი, რომ ამ კომისიის წინაშე გამოცხადება ჯერ ეს ერთი სავალდებულოა, ზოგიერთმა ეს ვერ გაიგო, ამიტომ უწევთ პროკურატურაში სიარული და ალბათ გამოიწერენ სასჯელსაც, ვნახოთ როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს ჯერ ვარაუდების დონეზეა, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეს შესრულდა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეასრულეთ და მობრძანდით. დიდი მადლობა. მეორე ნაწილი გაფრთხილების გახლავთ ის, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებული ყველა პირი აწერს ხელს იმ გაფრთხილების ტექსტს, რომელიც თქვენს წინ არის წარმოდგენილი და ალბათ სამდივნოსთან ერთად უკვე გაეცანით. ეს გაფრთხილება გულისხმობს იმას, რომ კითხვებზე უარი, პასუხისგაცემაზე უარი, ან პასუხისთვის თავის არიდება, ან კიდევ განზრახს თუ ახსნა განმარტება, ანუ მცდარი ფაქტების განზრახს წარმოდგენა სისხლის სამართლის წესით ისჯება. ეს რომ გავაკეთეთ ჩვენ გაფრთხილება, გთხოვთ ამის დასტურად ხელი მოაწეროთ დოკუმენტს და შევუდგებით მუშაობას. ქალბატონო მაყვალა, ვის და თქვენ არ გჭირდებათ ახსნა თუ როგორ ვიმუშაოთ. ვინაიდან ქრონოლოგიურად, ლოგიკურად აღწერო ფაქტები ეს თქვენი პროფესიაა და ისე მიიტანო მსმენელამდე, რომ გასაგები იყოს მისთვის, ესეც თქვენი პროფესია და ამ მიმართულებაში თქვენ ერთ-ერთი სახელოვანი წარმომადგენელი ბრძანდებით. ამიტომაც თავისუფალი თხრობის რეჟიმში 10-15 წუთის განმავლობაში იქნებ პირველ რიგში ჩვენს ახალგაზრდათაობას და არა მხოლოდ მათ მოახსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს საქართველოს მწერალთა კავშირის გარშემო. აქ არ იგულისხმება მხოლოდ შენობა, აქ იგულისხმება ინფრასტრუქტურასთან ერთად თვითონ პროფესიული გაერთიანება, რომელსაც ჰქონდა თავისი ისტორიული ადგილი, ფუძე, კერა, საიდანაც მოხდა მათი გამოდევნა. აი ამ მოვლენებთან დაკავშირებით ქრონოლოგიურად, გვარებით, სახელებით, ფაქტებით, რასაც თქვენ შეესწარით და რისი მოწმეც იყავით, რომ მოუყვეთ ჩვენს კომისიას და საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ ეთერში უსმენს ამ ყოველიას. გთხოვთ. დიდი მადლობა.
დავიწყებ იმით, რომ რადგან თქვენ ახსენეთ ახალგაზრდები და ჩემთვისაც უპირველესი მაინც ახალგაზრდები და მათი რწმენა და მათი სწორად ხედვა არის, სწორი ხედვა, დავიწყებ იმით, რომ ძალიან ხშირად, როცა მე ახალგაზრდებს უამბობ იმ უმძიმეს წლებზე, რაც ვარდების მოსულმა ხელისუფლებამ მხოლოდ ეკლებიღა დატოვა, ვეუბნები ხოლმე, რომ ხშირად ამბობენ, მაინც კომუნისტური გადმონაშთი იყო მწერალთა კავშირზე და მე პირველი რასაც ვეუბნები, რადგან მათ კარგად იციან ექვთიმე თაყაიშვილის ფასი და ღირსება, ვამბობ, რომ მწერალთა კავშირი შეიქმნა 1916 წელს ექვთიმე თაყაიშვილის პროექტით. ექვთიმე ბრძანებდა, რომ საჭიროა შეიქმნას მწერალთა კავშირი, რათა წინა წარუძღვეს ერსა. და 1917 წელს უკვე ეს დამტკიცდა და მისი დამფუძნებლები იყვნენ ისეთი დიდი ქართველები, როგორიც იყო მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გალაქტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი და პირველი თავმჯდომარე იყო კოტე მაყაშვილი, გმირი მაყაშვილის მამა. საოცრად ეროვნული ადამიანების კრებული იყო ეს. ამას იმიტომ ამბობ, რომ იცოდნენ, რომ ჯერ ერთი ისედაც იმ პერიოდში, რასაც ერქვა საშინელი კომუნისტური ეპოქა, მაშინაც ქართველმა მწერლებმა არ დაივიწყეს მისია წინ წარუძღდნენ ერს. მეორე რისი თქმაც მინდა, ეს არის, რომ 2004 წელს როგორც კი მოვიდნენ და ვარდების რევოლუცია, მწერალთა კავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე გადადგა, ჯერ არ უწევდა მას გადადგომა, იმიტომ რომ უკვე კარგად იცოდა, რომ ადამიანი, რომელმაც დაწერა გიჟი სახურავზე, ჯერ კიდევ ქართველებს ეგონათ, რომ გმირი მოდიოდა და მან დაწერა გიჟი სახურავზე, ამის გამო იცოდა, რომ მწერალთა კავშირს ძალიან ცუდი დღეები ელოდა. ამით შეეს მე მაშინ მოადგილე ვიყავი და აი პირველი რაც იყო ის, რომ ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ ახალ ხელისუფლებას. ამას მოსდევს ის, რომ სულ მცირე ხანში მწერალთა კავშირში მოდის წერილი, რომ მწერალთა კავშირის ისტორიული შენობა, რომელიც 1920 წლიდან მწერლების საკუთრება არის, ეს უკვე ზოგჯერ არასწორად ამბობენ, რომ თითქოს ის გადასცა მისმა პირველმა მფლობელმა სარაჯიშვილმა. სარაჯიშვილის სურვილი იყო, მაგრამ ის გაცილებით ადრე გარდაიცვალა, შენობა ეკუთვნოდა ხოშტარიას და ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის თხოვნით მან ეს შენობა გადასცა საქართველოს მწერალთა კავშირს. როცა შემოვიდნენ კომუნისტები და აპირებდნენ ამ შენობის შტურმით აღებას, ისე როგორც აიღეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს, დახვდა ისევ ქართველი მწერლობა და იმ დროის ერთ-ერთი იურისტი, რომელიც იყო სახელად ბარათაშვილი, ასეთ სიტყვებს ამბობს. ყველა დროის თავრობას წყევლით მოიხსენიებს საქართველო, თუ ის ქართველ მწერლებს ამ შენობიდან გამოდევნის. ის რაც ვერ გაბედეს პირსისყრიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა. პირველი რაც ჩვენთვის იყო შემაწუწებელი, ეს არის ის პერიოდი, ჩემზე უკვე თქვენ მოგეხსენებათ, როცა გონია რომ ბრეხტის სპექტაკლის გმირი ხარ, იყიდეთ რამე, იყიდეთ ჩქარა, გესმის ყველგან, ხედავ ტელევიზიით ბათუმში როგორ გამოდევნეს დევნილები და როგორ უჭირავს ხელში დედას ინვალიდი შვილი, შიშიმუპირს ვამბობთ ახლა, მაგრამ ამით არ სუბუქდება მისი ტკივილი და როგორ ყრიან ფანჯრიდან ყველაფერს ამ ქალბატონი. აი ეს ამ პერიოდში ერთადერთი ორგანიზაცია, ვინც საოცარი პროტესტი გამოხატა და წერილების ბეჭდავდით, ვიყავით ჩვენ მწერალთა კავშირები და ძალიან მალე ჩვენც მივიღეთ წერილი, რომ მწერალთა კავშირის შენობა უნდა გადასცემოდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს არ იყო ესე უბრალო წინადადება და უბრალოდ თავზარდამცემი წინადადება, იმიტომ რომ კარგად ვიცოდით, როცა ეკონომიკის სამინისტროში გადადიოდა ქონება, როგორ იყიდებოდა. ამ პერიოდში მეც დამიბარეს პარლამენტში, იმის გამო რომ იფიქრეს იქნებ შევარბილოთ წინააღმდეგობებიო და შემომთავაზეს, რომ დუინერვილებთ მაგაზე შენობა, მაინც დაკარგავთ, მაგრამ ჩვენ ფონდს შევქმნით და შენ იქნები ფონდის დირექტორიო. ამ დროისთვის თავმჯდომარე, ამ დროისთვის, რადგან გვარებით უნდა დავასახელოთ, ეს არის წესი სამართლიანობის, კომიტეტს ხელმძღვანელობდა ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი, რომელიც თავადაც მწერალი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მის
მისთვისაც არ იყო მსუბუქი, ხლა მე ეს რომ მწერალთა კავშირის შენობაზე ასეთი შავი ღრუბელი იყო მოგროვილი და მე ვკითხე რომ კი მაგრამ მე და ბატონი ვაჟა აზარაშვილი ვიცავთ შენობებს რომ არ გაიყიდოს რა ბედი ელის მას მითხრა ეგ საკითხი უკვე გადაწყვეტილია უარყოფითად გამოვედი და იმავე დღეს მე ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა ბატონმა გიგა ლორდ-ქიფანიძემ გავმართეთ დიდი მიტინგი. მაშინ ჩვენ არ ვიყავით განებივრებული მხარდაჭერით, ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ხელფასები შეგვიწყვიტეს. ესეც კანონდარღვევით მოხდა, მაგასაც მოგახსენებთ. ისე გაიტანეს შემოქმედებითი კავშირების კანონი პარლამენტში, რომ არც ერთმა შემოქმედებითმა კავშირმა არ ვიცოდით, რომ ჩვენზე ჩვენი კანონი გადიოდა. და აი რა შეიცვალა. ჩვენ ვიყავით საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეგვიცვალეს სტატუსი, გავხადეს IP და ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ უამრავი უფლებები, რაც კი ჩვენ იქამდე გქონდა, მათ შორის ხელფასიც, უეცრად შეწყდა. ვიყავით ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე სახელმწიფოსგან, არა ხელფასი და უკვე ვკარგავდით მთავარ რამეს, შენობას. წაგვართვეს ყველაფერი. წაგვართვეს მაჩაბლის 11, რომელშიც ახლა ოლიმპიური კომიტეტია, ის იყო ზვიად გამსახურდიას მიერ საჩუქრად გადაცემული ქართველი მწერლებისთვის და ბატონი მუხრან მაჭავარიანის თავმჯდომარეობის დროს. გაგვიყიდეს პოლიკლინიკა, რომელიც მწერალთა კავშირის საკუთრება იყო. გვართმევდნენ აჭარაში მწერალთა დასასვენებელ სახლს. მე სასამართლოდან სასამართლოში მიწევდა სიარული თითქმის ყოველდღე მახსოვს მარტო იანვრის თვეში 12 მომიწია ბათუმში ჩასვლა, იმიტომ რომ დამეცვა იქაური ქონება. ყველაზე შემზარავი კი ეს ყველაფერი მაინც იყო მტკივნეული, მაგრამ არა შემზარავი. ყველაზე შემზარავი იყო ის რომ როცა ჩვენ ბოლოს მივიღეთ წერილი ხელისუფლებისგან რომ უნდა დაგვეცალა შენობა ისევ შევიტანეთ სარჩელი რომ ვფიქრობდით როცა წარმოებაში არის საქმე ვიცით რომ ამდენი მაინც ვიცით რომ არ შეიძლება მაშინ რაიმის აღსრულება და სადამ ამ წერილს შევიტანდით მწერალთა კავშირში ღამეს ვათენდით ქართველი მწერლები და ჩვენთან ერთად მე მაცულებს მინდა მადლობა გადაუხადო სასულიერო პირები მეუფე თადეოზი ბატონი რეზო ჩხეიძე ბატონი გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ღამეებს ათენებდნენ ეს მოხუცი ადამიანები და პირველად როცა ჩვენ გვითხრეს რომ საქმე წარმოებაში არის წასულიო, პირველად დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიცინე. მაგრამ ღამის 4 საათზე 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე რომ ალბათ ქურდებმა ვერ წარმოვიდგენდი რომ იმ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი რომ ყველაფერი ვიცოდი ვინ იყვნენ, მაგრამ თუ ამდენს გაბედავდნენ. და სასწრაფოდ მივედი და დაურეკე ადვოკატსაც. მე შემეშინდა რომ რამე არ დამაბრალონ მეთქი რომ ანუ რამე რომ გაეტანათ, მე პირიქით არ შემოებრუნებიათ ჩვენ საწინააღმდეგო და არ ეთქვათ რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ ძალიან მინდოდა რომ ადვოკატთან ერთად გადამებარებინა თუნდაც ეს ქონება სადამ რაიმეს გონზე მოვიდოდით. მითხრეს რომ არაფრის უფლება არ მქონდა გარდა იმისა რომ ჩემი წიგნები გამომეტანა ჩემი კაბინეტიდან. და მე ამაზე მძიმე ღამე არ მინახია. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით, მაჩაბლის პირველიდან 14-მდე არავის სახე არ უჩანს, ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. და გალაქტიონ არ ვიცი რატომ ხო შეიძლება და ისე გადაებარებიათ ეს ქონება გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი. ეს ორი, არ ვიცი, ეს თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. და შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან ჩავირბინეთ ჩემი წიგნების დარდი ნაკლებად მქონდა და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს ნივთები. და მე შევეხვეწე, რომ თან უხსნი ამათ. სახეს რო ვერ ხედავ ადამიანის ძალიან ძნელია მას რამე აუხსნა. გეჩვენება რომ კედელს სერცს აყრი და ვეუბნები რომ იცით აი აქ კონსტანტინე გამსახურდია იჯდა, აბსკამს არ შეეხოთ, ამას არ შეეხოთ, აი ესე ვაფრთხილებ და პასუხი არ არის. მე უკვე და ეტყობა მაინც იცოდნენ მათაც რა უნდა გადაეგდოთ, უფრო თანამედროვე ნივთებს ყრიდნენ, რომელიც მე წაიღეს
სვანის ქუჩაზე და იქ სადაც თურმე 27 წელში აპატიმრებდნენ ნივთებს 27 წლის დასჯილი ადამიანების და სხვა ნივთები დალუქეს და მე როცა ავედი ოთახში მაშინ პირველად გავიგე რას ნიშნავს გავშრი. იმიტომ რომ უცებ ვგრძნობ რომ ვერ ვლაპარაკობ. და დღემდე გამყვა ამის შიში როცა გამოვდივარ სადმე სულ ვფიქრობ რომ წყალი თუ არის ნეტა იქ თურმე დამემართა დიაბეტი მას მერე დიაბეტი მაქვს და ვთხოვე ერთ-ერთ ნიღბოსას რომ წყალი აი ვანიშნებ და უცებ მოიგლიჯა მან ნიღაბი 20 წლამდე ბიჭი იქნებოდა და გამიკვირდა რომ სახით შემომხედა და წყალი რომ მომაწოდა უთხარი რომ შვილო მეთქი ნივთები ჩამატანიე და მიპასუხა რომ მეო გუშინ ბიჭი შემეძინაო მეო დღეიდან მივდივარო სამსახურიდან იმიტომ რომ მე ვერ ვეტყვი ჩემ შვილსო რომ მე მწერალთა კავშირის დარბევაში მივიღე მონაწილეობაო მათ შორისაც რა თქმა უნდა იყვნენ ღირსეულები და აი მეორე დღე გათენდა უკვე მთელმა თბილისმა გაიგო ეს და ისმის პოლიციამ რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს ისმის საშინელი ხმები ადამიანების მანქურთებო ეძახიან პოლიციას და მე პირველი რაც მოვიფიქრე გავიქეცი ყვავილების გამყიდველებთან და ჩვენ ახლა თანხა დიდი არაფერი ქონდა ამიტომ ვთხოვე რომ ძველი ვარდები თუ გაქვთ დამჭკდარი ვარდები მომეცით მე უნდა მწერალთა კავშირი შემოვღობო ყვავილებით ვარდებით და მეკითხები რა გინდა ძველი ვარდები აუხსენი რომ ესეთი ამბავი მოხდა და აი ამ ქალებმა რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით უეცრად მოიტანეს მაკრატლები ყველა მოაჭრა თავი ახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს და ასე შემოღობეთ მწერალთა კავშირი და ვთქვი რომ ეს იყო ჩვენი აქცია რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეს ეკლebიღა დარჩა მე მინდა წაგიკითხოთ იმ დროის დიდი ქართველების ჩემი უფროსი მეგობრების წერილები პატარა ნაწყვეტები თუ რას წერდა თითოეული მათგანი ბატონი ჭაბუ ამირეჯები უკვე ისე იყო რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე ამიტომ წერილებს ყოველ დღე მიგზავნი და ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს წერდა მაყვალა გენაცვალე მოგეხსენება ცხოვრება ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ ეგენი არ გაახარო შვილო ათონის მონასტრის ფილაქანზე ამოტვიფრული იდექი კვიდრად და ურყევად ჭაბუა ამირეჯიბი ასევე ბატონი ჭაბუა გაზეთში წერდა ბნელეთის მოციქულებო ქართულ ლიტერატურას ვერც თქვენმა წინაპრებმა მოჭამეს ფეხები და ვერც თქვენ მოერევით ქართველიერის სულიერების სახლს ჭკუით იყავით ჭკუით ყველა ქართველისათვის უსაყვარლესი ჩემი უფროსი მეგობარი წერდა ასეთ ამას ლადომრელაშვილი მე დამიწვია თქვენი სამართალი ისეთი სამართალი რომელიც ნადირთა სამართალს უტოლდება თუ ნაღდი ეროვნული მწერალი ქვია ამგვარ ბოროტებას სიკვდილის შიშითაც არ გაუყუჩდები გურამ დოჩანაშვილის სიტყვებიც მინდა წაგიკითხოთ დღეს საქართველოში ადამიანები პოლიტიკურ ცხოველებად იქცნენ რამდენად კარგი პოლიტიკოსები ყავს ძალიან ძნელი სათქმელია პოლიტიკური სარბიელი რომ ცხოველთა შერკინებას დაემსგავსა ეს ცხადია ახლა სწორედ ცხოველური ინსტინქტები დაგლიჯეს საქართველო ეროვნულობის აღმოფხვრის კულტურის ღრმა ფესვების განადგურებით იწყებენ ამას როგორ შეიძლება მწერალთა კავშირის ტაძარი გაყიდო ან გააჩუქო ან წაართვა ეს არის თითოეული მოქალაქის შემოქმედის საკუთრება ჩვენი დიდი მამების დანატოვარი ბატონი რეზო ჭეიშვილი წერს დღეს რაც ხდება აღმაშფოთებელია მე ვეწინააღმდეგები ხელისუფლების აღებულ კურსს საქართველოს მწერალთა სახლი იპოდრომი ხომ არ გონიათ მათ თუ ეს ხელისუფლება გონს არ მოვა სწორედ ამ შენობაში გაეთხრებათ სამარე შემდეგ სასამართლო პროცესები გრძელდებოდა დაუსრულებლად იქამდე სადამ ამ შენობას წაგვართვევდი და ჯერ კიდე მე შენობაში ვიჯექი პროკურატურად შემოიყვანეს ვითომ რაღაცის შემოწმება უნდათ 6 თვე იჯდა პროკურატურა ესეც იყო ჩვენზე ზერწოლის ერთ-ერთი ხერხი და როცა წავიდნენ ჩემი ტელეფონი უცებ გამოირთო ვერ მიხვდი რა ხდებოდა იქ სადაც პროკურატურა იჯდა ისმინებოდა ჩემი ყველა საუბარი და მხოლოდ იმ ოთახში მუშაობდა ჩემი ტელეფონი ჩემი ზარი იყო გადაყვანილი იქ სასამართლო პროცესებს
ესწრებოდა ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი, ოტია იოსელიანი, ანა კალანდაძე იყო საოცრად გულობყვილო, კარგი გაგებით და ყველა სასამართლო პროცესის მერე ბედნიერი გადამეხვეოდა. ხომ გავიმარჯვეთ, მაყვალა მეკითხებოდა, მე მეღიმებოდა და ვეუბნებოდი, არა, უბრალოდ ეს ჩვენი გამოსვლები იყო ასეთი. აი ეს დღეები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რაც ჩვენ ვნახეთ, წლები გრძელდებოდა ასეთი შეურაცხყოფელი დამოკიდებულება, მაგალითად ვაჟა-ფშაველას იუბილეზეც კი არ მოგცეს მწერლებს სიტყვა, თვითონ ვაჟა-ფშაველაზე ჩასული მწერლები ვართ, ველოდებით, რომ აქ მაინც ის რაც ჩვენი წინაპარია, სიტყვის უფლება მაინც გვექნება, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ბოლო წუთამდე ყველა გამოვიდა მთავრობის წარმომადგენლები, გამოვიდნენ ბიზნესმენები, გამოვიდნენ მომღერლები, ბოლოს ისიც კი იმღერეს ხინკალო უნდა შაკკლაპოო და მე ვდგევარ ჩემი საჩუქრით, რომ მინდა ტარიელ ხალხელაურს გადავცე ვაჟა-ფშაველას პრემია და უფლება არ მომცეს, რომ მეთქვა ორიო სიტყვა. ისიც მახსოვს, როგორ ავიჭერი სცენაზე, ისიც მახსოვს, როგორ გამახსენდა უცებ ვაჟა-ფშაველას სიტყვები. რა საცოდავიერი ვართ ქართველები, წავა ქართველი ზოგიერთი უცხოეთში, ისწავლის ორ სიტყვას ინგლისურად და როცა დაბრუნდება, რუსულად და როცა დაბრუნდება, პირველი რასაც ებრძვის, ეს არის ქართული ხელოვნება და ეს არის ვეფხისტყაოსანი. და მერე ვაჟა წერდა, რომ ამ ადამიანებსო პატარა თხები ქვიათო და რქებსო იქ წაიმტვერებენ, სადაც ქართული მწერლობაო. მე ეს თქვი სიტყვაში და ვთქვი, დღეს თქვენ რუსულის ნაცვლად ინგლისური ისწავლეთ კარგად, მაგრამ ზნევერ შეიცვალეთ, რაც თხებს ხონდათ, იმიტომ რომ სწორედ აქ, რასაც ქვია ქართული მწერლობა, წაიტეხთ კისერს. ვინ გაპატიებდა ამას იმ დროისთვის? პირველი რაც დამემართა იყო დიაბეტი და მეორე რაც მაშინ დამემართა შენობის წართმების მერე 10 ღამე საერთოდ არ დამძინებია და დამეწყო საშინელი წონასწორობების დაკარგვა და მხოლოდ იმიტომ ვიდექი ფეხზე, რომ ამას ითხოვდნენ ჩემი კოლეგები და მე უფლება არ მქონდა, რომ მეღალატა მათთვის. რა ვიცი, აი ეს რაც მე მახსოვს და რაც ჩემთვის დღესაც ძალიან ძიმე გასახსენებელია. მით უფრო დიდი მადლობა ქალბატონო მაყვალა, რომ ამ ყველაფერს კომისიის წინაშე იხსენებთ, რომ მტკივნეულია. თქვენი ნებართვით კითხვებს დავსვამთ. თქვენ თუ გქონდათ ან თქვენს რომელიმე კოლეგას მცდელობა, რომ შეხვედროდით მაშინდელ კულტურის მინისტრს, ვინ იყო ეს? პირველი კითხვა. ან სხვა მაღალჩინოსანს იმდროინდელი რეჟიმის, რომ რაღაცნაირად პრობლემა მოგეგვარებინა. რა თქმა უნდა. ჩვენ თითქმის ყოველ, იმიტომ რომ ახალი მოსულები იყვნენ ისინიც და მე და ჩემი მოადგილებიც, ბატონი რევაზ ბიშველაძე, რომელიც თავგანწირვით იბრძოდა სამართლიანობისთვის, ბატონი რეზო ჭეიშვილი და სხვები, მთელი ქართული მწერლობა, თითქმის ყოველდღე ვიდექით კულტურის სამინისტროს კართან და მახსოვს ერთხელ გოკამ პირად საუბარში თქვა გაბაშვილმა, ბატონო გოკა გაბაშვილმა, რომ ჩვენ ჩამორჩებით დროს, რადგან ვართ ფაშისტური ორგანიზაცია და სიტყვა ფაშიზმი ჩემთვის ისეთი მძიმე სიტყვაა დღემდე და ვკითხე რას ნიშნავს მეთქი და თქვენო ვერ გრძნობთო თანამედროვეების ნიავსო, თქვენო ზედმეტად გიყვართ სამშობლო, გადაჭარბებული სიყვარული გაქვთ სამშობლოსიო. მე მახსოვს, რომ ძალიან ბევრჯერ ვიყავით ჩვენ მასთან, ფანტასტიკური წერილი დაწერა მე ამაზე ბატონმა რეზო მიშველაძემ, უწერს ასეთ რამეს, რომ შვილო გოკა, შენ ჩემი ვაჟიშვილის ხელა ხარ, ეხლა ის საძმო საფლავზეა, საქართველოს თავისუფლებას შეეწირა, შენ კი კაბინეტში ზიხარ და ჩვენ ქართველი მწერლები ამ სიცივეში საათობით გელოდებით, რომ იქნებ ნება იბოძოდა დალაპარაკებით მაინც დაგველაპარაკო. ბოლო ბრძოლა ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ერთადერთი მახსოვს ნიკა რურუა სიტყვიერად შეგვირდა, რომ უკვე იყო ლაპარაკი, ძალიან ესე იგი რო ვერაფრით ფიქრობ, რომ ვერ მოგვერივნენ, იმიტომ რომ დაუსრულებელი პროცესი იყო. ნიკა რურუამ გითხრა, რომ ჩვენ შემდეგში უკვე ეს იქნებოდა მწერლების სახლი და გვექნებოდა რამდენიმე ოთახი. ეს იყო ერთადერთი ცოტა დადებითი, რაც მთელ ამ პროცესში მე მახსოვს და
მაქვს უფლება ესეც არ ვთქვა. რაც შეეხება ხელისუფლებასთან შეხვედრას არ შევხვედრივართ, არც იყო ამის საშუალება, იმიტომ რომ მათ დიდად არ ვეხატებოდით ჩვენ გულზე. თუმცა ბოლოს მოხდა ასეთი რამ, რომ როცა უკვე 7 ნოემბერმაც გაიარა და თვითონ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პრესტიჟიც საკმაოდ შერყეული იყო, მითხრეს, რომ მას ჰქონდა სურვილი მწერალთა კავშირის 90 წლის თავზე სიტყვით გამოსვლის. რაზეც მე კატეგორიულად თქვი წინა უარი, იმიტომ რომ ის რაც მოხდა 7 ნოემბერს, იმის მერე არც ერთ ხელისუფალს არ ჰქონდა უფლება, რომ ჩვენს გვერდზე დამდგარიყო. ისევე, როცა ჯემალ აჯიაშვილის პრემია გაიცა, მე ვიყავი ამ პროექტის ხელმძღვანელი წიგნისა, რუსთაველის პრემია მისცეს და დამიბარეს, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივსულიყავი და ამეღო, რადგან უკვე ჯემალი გარდაცვლილი იყო ეს პრემია, მე უარი განმაცხადე, რომ მივსულიყავი ამ შეხვედრაზე. უკვე არავითარი სურვილი არ მქონდა, თუნდაც ეს ძალიან მძიმედ ფასად დამჯდომოდა. შესაბამისად, თქვენ ორ სხვადასხვა დროის კულტურის მინისტრთან, ბატონ გიორგი გოგაგავაშვილთან და ნიკა რურუასთან გქონდათ გარკვეული კონტაქტები. ასევე მქონდა ვაშაძე, ხომ? დიახ. მინისტრი როცა იყო, გრიგოლ ვაშაძე, მაგასაც გეტყვით, ბოლოს ეს იგი მთელი ამ პროცესების, ჩვენი შეხლა შემოხლის, დაუსრულებელი მიტინგების, მაშინ ხო ჩვენ მიტინგებს არავინ გადასცემდა, მაგრამ საქართველოს მაინც იცოდა რა დღეში ვიყავით. მახსოვს რუსთაველის ძეგლთან გამოფინეთ ბანერი ვის შევჩივლო რუსთაველი მკვდარია და რას არ ვაკეთებით, ამის მერე უცებ მირეკავენ დამლაგებლები და მეუბნებიან, უიმე ქალბატონო მაყვალა მგონი შენობას გიბრუნებენ, ჩვენ უკვე დაგვიბარეს, მწერალთა სახლი ერქვა, ამ დონეზე ვიგებთ და ვალაგებთ შენობას და უცებ მივხვდი, რომ რაღაც კიდევ ერთი მზაკრობა მზადდება და სასწრაფოდ დაურეკე ქართველ მწერლებს და მივადექით შენობაში დაგხვდა რამდენიმე მწერალი, რომელიც იმ დროს აღიქმებოდა სააკაშვილის მომხრე მწერლებად, მათ შორის იყო სამადაშვილ კორძაია, იყო იმ დროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე მწერალი და კიდე რამდენიმე ადამიანი და დანარჩენი მთელი ქართული მწერლობა გარეთ ვიდექით. და მე გამოვაცხადე, რომ სიცოცხლის ფასად არ შეუშვებდი სხვას თუ ნამდვილ მეპატრონეს არ შეუშვებდნენ შიგ. ვაშაძე იქ იყო, უნდა გაეხსნა და შეწყვიტა იმ წუთას ეს შეხვედრა და დაგვიბარა, გვითხრა, რომ არ ინერვიულოთ ქართველო მწერლებო, მე ერთ თვეში გადავწყვეტ ამას. ჩვენ დაბრუნდით ბედნიერები, მთელი ქართველი მწერლები ერთმანეთს ულოცავთ და ღამე გამოცხადა, რომ ვაშაძე სხვა თანამდებობაზე გადავიდა. ეტყობა იცოდა და იმ წუთას გაანელა ჩვენი დიდი თან ესე თქვა სიტყვები, ახლა ამასინათაც ვიხსენებდით იუმორში, სადამე აქავარო თქვენი საქმეო კარგად იქნებაო, ზუსტად 1 საათი იყო იქ და დამთავრდა ამით ჩვენი ბედნიერება და ჩვენი ტაში. ასეთი კურიოზებიც ჰქონდა. იცოდა რა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნებოდა. 1 საათში გამოცხადა. ჩვენ გამოვედით შენობიდან, ვრეკავთ მწერლებთან, ულოცავთ ერთმანეთს და ტელევიზორი ჩავრთეთ და მივხვდით, რომ ხანმოკლე იყო ჩვენი დღესასწაული. ქალბატონო მაყვალა, როდესაც მწერალთა სახლი შეიქმნა და თქვენ ეს დამლაგებლებისგან როგორც თავადბრძანეთ შეიტყვეთ. ვინ დაინიშნა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად და ახალ ხელმძღვანელთან თუ გქონიათ ურთიერთობა, ან მარტივად შევიდა ის შენობაში თუ არა, სირთულეები ხომ არ შეხვდა ამ პროტესტის ფონზე? ამ დროისთვის, როცა დაინიშნა ნატა ლომოური, რამდენიმე წელი, მაშინ ვერ შევიდნენ. ამ პერიოდისთვის ვფიქრობდით უკვე, რომ რაღაც დადებითისკენ წავიდოდა, დასაწყისში თითქოს მწერალთა კავშირიც შეიყვანეს საბჭოში, მაგრამ უცებ გაქრა ეს იმედები და ველოდებოდით, იცით რა არის, მე გამიგია სიტყვა, რომ სულელიო, იმიტომ არისო, რომ სულელისო, მაგრამ ჩვენ მაშინ ჩავთვალეთ, რომ რადგან შეპირებული იყო ის ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლება, რაღაც დადებითი იქნებოდა, მაგრამ არავითარი ერთადერთი რისი უფლებაც მოგცეს, ეს და დღემდე ასე გრძელდება ჩემო საყვარო, ის იყო, რომ ჩვენ უფლება მოგვეცა უკვე ამ შენობაში საღამოების ჩატარების. მაგრამ კურიოზებს ჰქონდა ადგილი, დღეს მწერალთა კავშირი სად
სად არის ხომ უნდა ვიკითხოთ არა ეს ისტორიული ორგანიზაცია ესე იგი მწერალთა კავშირი დღეს არის თავისუფლების მოედანზე ადრე როგორც მოგახსენეთ ჩვენი იყო ოლიმპიური კომიტეტის შენობაც მაჩაბლის 11 და მისი უკანა მხარე გადატიხრული არის იმიტომ რომ ტორვილები იყვნენ შეჭრილი და როცა ჩვენ ქუჩაში დავრჩით თვითონ ტორვილები მოვიდნენ აი ეს იყო საოცარი რაღაცა რომ ერთადერთი ვინ ჩვენ მხარს გვიჭერდა ისევ იყვნენ ქართველი ადამიანები რომლებიც საშინლად განიცდიდნენ ჩვენ მდგომარეობას და რამდენიმე ოთახი მოგვცეს ოთახი რომელიც არის საოცრად ავარიული შენობა სადაც იატაკზე შეიძლება მხოლოდ დადო საარქივო ნივთები, იმიტომ რომ საშინელ მდგომარეობაშია შენობა, კედლები დაბზარული და ერთი შემთხვევა მქონდა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა გადაწყვიტა რომ ანთოლოგია გამოსულიყო და თურმე მიასწავლეს მწერალთა სახლიდან რომ საქართველოს მწერალთა კავშირი იმ შენობაშიაო. ნუ შემოსულა ჯერ ვერ წარმოუდგენია რომ იმ საშინელ პირობებში, სადაც საჭმლის სუნია, სადაც კატები და ძაღლებით ის არის კიბეებზე და ყველაფერი განადგურებულია, კედლები გადახსნილია. ვერ წარმოიდგენდა რომ იქ იყო, მაგრამ მაინც ვაშკაცურად ასულა მეოთხე სართულამდე. აი მეოთხე სართულზე როცა ასულა, ცუდად გამხდარა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ტორვილი გარდაცვლილ და ჩემს კაბინეტზე კუბო იყო მიყუდებული. ასე რომ მეზობლები იუმორში ყვებოდნენ, როგორ მირბოდა ელჩი კიბეებს, როგორ ახდებოდა. ასეთ პირობებში ვართ დღემდე და როცა ვინმე კი არა, ყველა ვინც ჩამოდის უცხოეთიდან, ეს არის პოსტსაბჭოური სივრცის თუ სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ისინი მაინც არა მწერალთა სახლის დირექტორთან, არამედ მოდიან კოლეგასთან, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ წლების მანძილზე ვიყავით საერთაშორისო ორგანიზაციის სამი ზღვის აუზის მწერალთა ორგანიზაციის წევრები და როცა მოდიან ჩვენთან მე მცხვენია საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემთვის უპირველესად არის პრესტიჟი ქვეყნის და მცხვენია რომ იმ შენობაში წავიყვანო. ამიტომ შემყავს მწერალთა კავშირში ვითომ ისე ვიქვართ, სადღაც კუთხეში დავждები ხოლმე და ვიწყებ საუბარს რომ როცა მემორანდუმი უნდა შეიქმნას მე იქ ხომ არა მაქვს არც კომპიუტერი რომ მოასწროს ჩემმა თანამშრომელმა ესე იგი სადღაც 9 კილომეტრამდე გაქცევა ამობეჭდა წერილის მემორანდუმის და მე ვიქცევ რაღაცებს უყვები ჩვენს ისტორიებს და შემდეგ ის ჩამოდის და მე ვატან მემორანდუმზე ხელმოწერილ წერილს ვითომ იმ შენობაში ვარ ადრე იცოდნენ ასეთი რაღაცა ღარიბ ადამიანს სასიზოს აჩვენებდნენ ხოლმე მდიდარი ნათესავის სახში დღესაც ასე ვართ ღარიბი ნათესავები ორგანიზაცია რომელსაც არ აქვს არავითარი დაფინანსება, ორგანიზაცია რომელსაც აღარ აქვს თავისი უდიდესი ქონებიდან არაფერი, ისეთი ქონებაც კი წაგვართვეს, რაც ისტორიულად დიმიტრი ყიფიანის დანატოვარი იყო და მისი შვილიშვილის ნაჩუქარი ქვიშხეთში, სადაც გაიზარდა თაობები და ჩვენს მიერ აშენებული შენობები იყო, ყველაფერი რაც გააჩნდა ქართულ მწერლობას, მწერალთა კავშირს, ქართულ მწერლობას და მწერალთა კავშირს რატო გამოვყოფ, იმიტომ რომ მწერალთა კავშირი იყო ორგანიზაცია, რომელიც ეროვნულ ცნობიერებაზე იყო დაფუძნებული და არსებობდნენ რამდენიმე ახალგაზრდა ლიბერალი მწერლები, რომლებიც ჩვენთან არ შემოვიდოდნენ ორი მიზნის გამო, პირველი იმიტომ რომ ისინი ფანტასტიკურად ფინანსდებოდნენ და მეორე იმიტომ რომ მათთვის ღიმილის მომგვრელი იყო სიტყვა აღმაშენებელი თამარ დედოფალი და დიდი ქართული მწერლობის ისტორია. ქალბატონო მაყვალა, ეროვნულ ცნობიერებას შეეხეთ თქვენ. რას ფიქრობთ სააკაშვილის რეჟიმის დროს? მიადგა თუ არა ზიანი იმას რისკენაც ამდენი საუკუნის მანძილზე მიუხედავად ბევრი სირთულის და ჭირვარამისა ჩვენი ერი მიისწრაფვოდა რომ შეენარჩუნებინა ის მთავარი რაც არის ქართული სული, კულტურა, ენა, სარწმუნოება და კულტურაში რა თქმა უნდა პირველ რიგში ერთ-ერთ პირველ ადგილას არის ქართული მწერლობა. როგორ ახასიათებთ ამ ზიანს თუ თვლით რომ ზიანი მიადგა? ხომ არ თვლით რომ თქვენ ახსენეთ ნაწარმოები გიჟის ახურავზე და პროტესტი რომელიც მწერლებს ჰქონდათ მიუხედავად იმისა რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი თვლიდა რომ კარგი რამ დაემართა ჩვენს ქვეყანას ვარდების რევოლუციის შედეგად. თქვენ მაინც თვლიდით რომ ეს არც თუ ისე კარგი რამ იყო და რომ რეალურად ასე ქვია მავნებელი გიჟი მოვიდა ხელისუფლებაში. ამას თქვენ პირველივე დღეებიდანვე ხედავდით და ხომ არ იყო ეს
რიტორიკულად ვსვამ ამ კითხვას, მაგრამ პასუხია საინტერესო. მწერალთა კავშირის ზე გადაკიდება და შურისძიება იმ მწერლებზე, ვინც წინააღმდეგობას უწევდა ძირშივე ახალ ხელისუფლებას, თუ ეს იყო უფრო რაღაცა მასშტაბური და შენება თუ ჩამოყალიბება ახალი ქართველისა, რომელიც უნდა ყოფილიყო გოკა გაბაშვილისნაირი, გიორგი კანდელაკისნაირი, ბაბუცა პატარაიასნაირი, ბაია რომ დაირქვა ახლა და ასეთი ბაბუცებისნაირი უნდა ყოფილიყო ქართველი ქალი და ქართველი მამაკაცი და არა ვთქვათ ისეთი, როგორებსაც ვიყავით მიჩვეული ადრე და რასაც ვიყავით მიჩვეული ადრე, ანუ ტრადიციას, ღირებულებებს, ეს შეირაცხა დასაცინად და ფაშიზმად, როგორც მინისტრს უთქვამს კიდეც თქვენთვის. ანუ რო შევაჯამო შეკითხვა, იყო ეს ლოკალური დარტყმა თუ უფრო რაღაცა მასშტაბური ანტიქართული პროცესი. მოგახსენებთ. დიახ, ბრძანეთ. ბოდიში. პირველ რიგში დიდი მადლობა, ძალიან ემოციური გამოსვლა იყო და რა ვიცი, შეუძლებელია ისმენდე ამას და რაღაცნაირად არ განიცდიდა და ეხლა ხალბატონმა თემ რაც კითხვა დასვა. ეს დამოკიდებულება ქართული მწერლობისადმი, ეხლა თქვენზე უკეთ არავინ იცნობს იგივე სასკოლო პროგრამებს და როგორ აისახა აი სასკოლო პროგრამებში. მოგახსენებთ მაგასაც. დავიწყებ იმით, რომ როცა სადამ მოვიდოდნენ ჯერ კიდე ვარდების რევოლუციის მშენებელი, იქამდეც ჩვენ მაშინ ვერ ხსნიდით, მაგრამ პროცესს ვცნობდით, არსებობს ახსნა, რომელსაც ნელ-ნელა ეხლა ჩვენ ხსნით, რაც ხდება დღეს და არსებობს განცდები, რომ ვერ გაგიგია რატომ. როცა ეს მოხდა და ყველაფერი რაც გადაიტანა ჯერ მწერალთა კავშირმა, ჩვენ პირველი მსხვერპლი ვიყავით. შემდეგ ამას მოყვა ჟურნალისტების დარბევა, ამას მოყვა უნივერსიტეტში მხცოვანი პროფესორების გამოკეტვა დახურულ შენობაში ტუალეტში შესვლის უფლებაც კი რომ არ მისცეს. ამას მოყვა საშინელი დამოკიდებულება უწმინდესისადმი. ცოტა ხანში ამას მოყვა აკადემიისადმი ცინიკური, ანუ იმაზე, რაზეც ქვეყანა იდგა, ქვეყნის ცნობიერება, მისი შეურაცხყოფა და დამცირება. მაგრამ რა უნდათ ყველაზე მეტად? სამი რამეს ემსახურებოდა ჩვენი განადგურება. პირველი და უპირველესი ეს იყო ისტორიული საძირკველის მორყევა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ქართულ მწერლობაში არის გაცხადებული ერის სულიერება. და როცა მწერალთა კავშირი შეიქმნა, სწორედ ტიციან ტაბიძე ბრძანებდა, რომ ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს, სხვას არავის აქვს ერის სახელით ლაპარაკის უფლება, ეს მწერლის საღვთო საქმეა და თუ ვინმე საქართველოს მოკლა სურს, ჯერ მწერალს უნდა ესროლოს. ეს ის პერიოდია, რომ მოკლა აღარ ჭირდება ჩვენ, იმიტომ რომ ისედაც გამცირებენ 1000 გადაცემას, ისეთ გადაცემებს აკეთებდნენ, გული გაგისკდებოდა მწერალთა კავშირზე, დიდუბის პანთეონს შეურაცხყოფდნენ გადაცემებით მახსოვს. და პირველი, სამი რამე უნდათ. პირველი, ცნობიერების შეცვლა, ახალი ადამიანის მიღება. სხვათა შორის მე როცა მსოფლიო ლიტერატურას ვეცნობოდი, იქაც ვნახე, რომ თურმე ასეთ პროცესს ქვია გონების მალაყი. გონების მალაყი და გონების მალაყი უნდათ ქართველებს, ვისაც ყველაზე მეტად ქართული სიტყვა უყვარდათ, ამათ გონებაში მალაყი უნდა მომხდარიყო. მეორე რისთვისაც ხდებოდა, ეს იყო ქონების შოვნა სახელმწიფოს, ართმევდა ყველას და ყველაფერს, განკულაკება ხდებოდა და ამით ავსებდნენ თავის სალაროებს და მესამე, რაც ასევე უმნიშვნელო არ არის, ეს იყო შიშის დათესვა. რომ აი შენ, ვინც მე არ მიმიღე გაშლილი ხელითა და გაშლილი გულით, ისეთივე პასუხს გაგცემ. სამივე გადაიარა სამივე ჩვენს თავზე და მე მახსოვს ამასაც მოყვები, რომ პროგრამები იყო მეთქი, რატო ვამობ. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მოგეხსენებათ და ფინანსდებოდა ისეთი პროგრამები, რომელიც ახალი ქართველის გამოყვანას უწყობდა ხელს. და მე მახსოვს, მე არ ვიცოდი მაშინ, რადგან უხელფასო დავრჩით, დავიწყე დევნა და ძებნა, რომ იქნებ რაიმე პროექტებით მაინც ორი თეთრი მოგცენ მეთქი. მე მაშინ არ ვიცოდი, რომ თურმე სოროსის ფონდი არ დაგაფინანსებს, შევიტანე წიგნი, ძალიან საინტერესო წიგნი საქართველოზე, რომ
ქართველი ბავშვი როგორ უნდა გაგვეზარდა. მთელი ქართველი კლასიკოსები და მსოფლიო გამოცდილებით. და იქ იყო ერთი თავი რელიგიაზე. და მითხრეს, რომ იქ სადაც ქრისტიანობაზე არის საუბარი, ვერ დაფინანსდება. ასევე ევრაზიულ ფონდში დავინტერესდი, როგორ ხდებოდა პროექტების განხორციელება და მომცეს ერთი პროექტი, რომელიც როგორც მე ვფიქრობ, გამარჯვებული იყო, ზურა ჭიაბერაშვილის, სადაც იყო განმარტებული, რომ უნდა იმისთვის, რომ მომავალში საქართველოს იყოს ძლიერი, საჭირო არის დაივიწყოს წარსული. და ამისთვის საჭირო არის ყველაზე მეტად, ზედმეტად არ ჩაეჭიდოს წარსულის ფესვებს და ამისთვის საჭირო არის ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებიც გახდებიან პოპულარულები, ტელევიზიები, წიგნებით, ამათ სჭირდებათ დაფინანსება და ამ დროს შერჩეული ყავდათ რამდენიმე პიროვნება, მე კარგად მახსოვს და დამამახსოვრდა განსაკუთრებით ლაშა ბუღაძე, იმიტომ რომ სწორედ მან წყინვალედ შეასრულა დავალება და უცხოური დაფინანსება და დაწერა თამარ მეფეზე შემზარავი ნაწარმოები და ცოტა ხანში ოქროს საუკუნე თუ არ მეშლება სათაური მაპატიოს ავტორმა თუ მეშლება, სადაც იყო იმაზე საუბარი, როგორი ჩამორჩენილი ქვეყანაა საქართველოს, როგორ უნდა მამაკაცთან დაქორწინება და ქალს ქალთან, როგორ მიდის ეს წყვილი უცხოეთში და შემდეგ რა ბედნიერები არიან, რომ მათ ბავშვი აიყვანეს და მე მახსოვს შეხვედრა მქონდა საბერძნეთში ქართველებთან და აღშფოთებულები დამხვდნენ, ვიფიქრე რამე დავაშავე მეთქი და თურმე ლაშაზე იყვნენ აღშფოთებული, ჩამოსული იყო ეს წიგნებიო ვიყიდეთო და სახში საქართველოს მონატრებულმა ქართველებმა რომ მივიტანეთო და ვიფიქრეთ შვილებს წავაკითხებთო გული გაგვისკდა ეს რომანი რომ ნახეთო. აი ეს და მე უკვე საქართველოს ვერ ხვდებოდა, რატო იწერებოდა ისეთი წერილები, როგორიც არის ქართლის დედის შეურაცხყოფა, რატო ხდებოდა მაგალითად რომანებში სვანი ადამიანებზე უარყოფითი ნაწარმოები, სადაც ერეკლე საღლიანმა კინაღამი ფაქტი მიიღო მახსოვს ცუდ კონტექსტში მოხსენიებული. ეს ყველაფერი იყო ერთადერთი რამისთვის, რომ დარღვეულიყო ქართველი კაცის საუკუნოვანი ცნობიერება. ამიტომ მოხდა თქვენ სახელმძღვანელო მკითხეთ, ამიტომ მოხდა იგივე დედაენის სკოლებიდან ამოღება და მე მახსოვს, როცა უკვე თქვენი ხელისუფლების დროს მოხდა ის, რომ დედაენას მიეცა იაკობ გოგებაშვილს უფლება, რომ სკოლებში შესულიყო, როგორ გამოდიოდნენ და ამას დიქტატურად მიიჩნევდნენ ჩვენი ლიბერალები. ისიც მახსოვს, რომ ბატონი ოტია იოსელიანი ბოლო დღეები მე მაგ გადაღებული და ბატონი ოტია ასეთ რამეს მიყვება, რომ რას აკეთებენო კაცო, ესენიო თლად გააბდლდნენო. რატო მეთქი ბატონო ოტია და დედაენაო ისე გააფუჭესო და თან ქვიაო წიგსო საავტორო წიგნიო და ვიკითხეო რას ნიშნავსო, თურმე დედაენას რომ გააფუჭებ და გაანადგურებო. ას არისო საავტორო წიგნიო და რომ მივედიო სკოლაშიო და დირექტორმა თავისი დაწერილი დედაენა მომცაო, გადავშალეო პირველ გვერდზე, აიაო გამიხარ და დედა პატივი უციათო იაკობ გოგებაშვილისო. მეორე გვერდზე უკეო იყოო ესაო ხო და აითხაო, არ გადმომიხტუდეს კაცო თხა წინო და მე იუმორში ამობდა, რომ მე ხვეწებოდა დირექტორიო, რომ ბოლომდე ჩადით ბატონო ღვინო რო გასინჯოო, თხლემდე კი არ უნდა ჩაქვიდე, რო დალე ვერ წვიც მიხვდები კაია თუ ცუდიო და აი ესეთ თავს ვიქცევდით, რომ იტყვიან იუმორით იმ პრობლემებზე რაც იყო. პრობლემა იყო ისიც, რომ დედაერი და სახელმძღვანელოდან ამოიღეს ისეთი პატრიოტული ლექსი, მე მიმაჩნია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის სასწავლი ლექსი, როგორიც არის სადაც მშობილო არ გავსtildeარ და მის როლია ისა. ბევრი რამე შეიცვალა. სახელმძღვანელობაში ისეთ ცუდად შექონდათ ლიტერატურა, რომ ზოგჯერ კარგი ნაწარმოებიც კი ცუდად აღიქმებოდა ბავშვებისთვის. და ყველაფერი ეს ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ჩვენ არა გვაქვს დიდი ლიტერატურული წარსული, რომ ჩვენ ჩამორჩებით ეპოქას და სამწუხაროდ დღემდე კარგი ლიტერატურის შეტანა სკოლებში დღესაც კი ძალიან ძნელია, მაგრამ არის სკოლები, საავტორო სკოლები, სადაც მაგალითად ავალებენ ბავშვებს, რომ მანდამაინც სულაკაურის გამოცდილების წიგნები იყიდონ და არც თუ ისე მაღალი მხატვრული ნაწარმოებები. ეს დღესაც კი ბოლომდე ძალიან ბევრი რამ არის ქალბატონო თეა სამუშაო. მე არ ვამბობ, რომ მე შემიძლია ბევრი რამის გაკეთება, თქვათ ამ სფეროში, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც კარგად იციან და ალბათ
ის რომ თქვენ ბოლო 2-3 წელი არის ამაზე მიდის საუბარი, რომ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს, ფიქრობ რომ მნიშვნელოვანი არის და მადლობელი ვიქნები თუ კი ამ ხაზით წავა სკოლებში სახელმძღვანელოების გადახარისხება. მე ბოლო კითხვა მექნება, თუმცა დავიტოვებ უფლებას, რომ კიდევ დაგიბრუნდეთ თუ კი კითხვა გამიჩნდება და შემდეგ წევრებს თქო კითხვები დასვან. როდესაც 2023 წლის ზაფხული იყო ქალბატონი ნატალომოური, რომელიც რეალურად მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა დაგარბიათ სპეცრაზმელების და ძალოვანი სტრუქტურების და მაშინდელი კულტურის ministris თუ არ მეშლება ნიკა იღორურა ნიკას დროს დაინიშნა მისი ხელდასმით ასე ვთქვათ რომ ქალბატონი ნატალომოური ასე ციმციმ შეიტანეს და დასვეს იქ სადაც დიდი ქართველი მწერლების სავანე იყო ხელმძღვანელად 2023 წელს მას ამოეწურა მორიგი ვადა, იმიტომ რომ მას და კიდევ მისნაირებს, ასე ვთქვათ, როიცოდეს საზოგადოებამ ვინც არ იცის, დაბევებული ჰქონდათ მოცემული თანამდებობა, კი გაუვიდოდათ უფლებამოსილების ვადა, მაგრამ აბა ერთი გაგებედა და აღარ გადაგენიშნა თანამდებობაზე, ამაზე ტყდებოდა ამბავი. და რომ გაუვიდა მორიგი უფლებამოსილების ვადა, მორიგჯერ 2023 წელს, ვინაიდან ის სწორედ 2007 წლიდან, რაც თქვენ იქიდან ნიღბიანმა ადამიანებმა გამოგიყვანეს, ის შეიყვანეს. იმის მერე მართავდა მწერალთა სახლს. მან გააბატონა და გააფეტიშა ბუღაძეები და კიდევ მისთანები იმ შენობაში, ისე რომ სხვისთვის, ვინც ტრადიციულ მიმართულებას ერთგულებდა, და რაც ჩვენ და მე ყოველ შემთხვევაში და ჩემნაირი ბევრია წამს არა მხოლოდ ამ კომისიაში გქონია რომ სწორედ ეს არის ქართული მწერლობა და არა ის რასაც წერს ბუღაძე მან გააფეტიშა ეს უმცირესობა და იქ მე მახსოვს ძალიან დიდი დრო დაჭირდა იმას რომ თქვენ თუნდაც საღამოები ჩაგეტარებინათ მოკლედ მე აღარ გავუგრძელე მას ახალი დანიშნა აღარ გავაკეთე. თქვენ გახსოვთ ალბათ რომ ამას მოყვა ძალიან დიდი ხმაური, პიკეტები, მიტინგები, შეურაცხყოფა რომ თითქოს ეს მამამ დაუტოვა და რომ ის იყო ხელშეუხებელი. აი ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არავითარ ჟანგბადს და სივრცეს არ უტოვებს განსხვავებულ აზრს. სხვისთვის არაფერი არ უნდა არსებობდეს, თუ ის არ არის იმ მიმდინარეობის ერთგული, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ. აი ეს 2023 წლის ვითარებას თქვენ უკვე დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ? ვინაიდან ჩვენი კომისია 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს ახლა უკვე, იმიტომ რომ გამიგრძელდა უფლებამოსილების ვადა. რასთან მქონდა საქმე? ანუ ადამიანმა იცის, რომ ის უკანონოდ არც თუ ისე გარდაცვლილზე არ ლაპარაკობენო, არც თუ ისე სახელოვანი წარსულის ადამიანმა, მინისტრმა მოიყვანა და ძალისმიერი მეთოდით დასვა და ის ნამდვილად ვერ იტყოდა თუ კი თავის თავთან მარტო რომ დარჩება ობიექტური იქნება საკუთარი თავისადმი, რომ რომელიმე მაშინდელი ცოცხალი მწერალს, რასაც ვეძახით ბუღაძეს არ გულისხმობ, რამით აღემატებოდა, გნებავთ ასაკით, გნებავთ გამოცდილებით, გნებავთ მწერლობაში, რა გაუკეთებია ხომ, თავად არ არის მწერალი. მაინც შეირგო, ასე ვთქვათ, ამ ხელა თანამდებობა, ამ პატარა ბავშვმა, ასე ვიტყვი, და შემდეგ ჩათვალა, რომ ეს არის ნაანდერძევი. მისთვის არავის არ უკადრებია, თუმცა ის ამასაც და კიდევ ბევრს იმსახურებდა, ჩემგან, როგორც მინისტრისგან, რომ
მოხსნილი იყო, გაგდებული იყო, გაძევებული იყო იქ, სადაც აღმოჩნდა უკანონოდ და აბსოლუტურად უღირს ვითარებაში. მე ეს არ გამიკეთებია. დაველოდე ამოეწურა ვადა და შემდეგ ჭყალებში თუ როგორც თვითონ იციან ხოლმე ეს ჟესტი შემოიტანეს ქართულ რეალობაში, გავუბედე და აღარ დავნიშნე თავიდან. ეს იყო, ესე ვთქვათ, დიდი ამბავი. ხმაური უბედურება, ლანძღვა გინება და მინისტრი გამოცხადდა როგორც არ ვიცი მე. ჩაგვრელი. ჩაგვრელი რბილი სიტყვა. პირსისხლიანი და ასე ვთქვათ, ხო. რასთან ქონდა საქმე? რა არის ეს საერთოდ? აი ჩვენ დასკვნაში ქალბატონ ნატასაც უნდა ქონდეს თავისი უთნილი ადგილი და არა მარტო სააკაშვილს და რა თქმა უნდა, მე პატარა ეპიზოდს მოგახსენებთ მაგაზეც. როცა ქალბატონი ნატა ქალბატონი ნატა ლომოური დაინიშნა, მე მახსოვს, რომ მე და ბატონმა რეზომ გადავწყვიტეთ, რომ ვიფიქრეთ, რომ ალბათ ეხლა აღასრულებენ რაღაც იმას მაინც, რასაც შეგვირდნენ, რომ ორი ოთახი თუ არა სადმე კუთხეში შეგვიყვანენ და მე და ბატონი რეზო ერთადერთი მაგიდა გადაგვირჩა, რომ დაგვირბიეს ყველაფერი და იმ მაგიდით მივადექით და ერთი კომპიუტერით მწერალთა სახლს. და მახსოვს, რომ ნატო ლომოურმა ამ სიტყვის სრული გამოგვაგდო შენობიდან და ჩემ ცხოვრებაში პირველად, ეხლა ბატონი რეზო ისეთი ადამიანია, არც აკადრებს სიტყვას შემეცოდას. აი შემეცოდა ბატონი რეზო მიშველაძე წვიმაში, როგორ იყო დაყრდნობილი მაგიდას და როგორ ვერ შევიდა თავის ისტორიულ შენობაში. სულ მახსოვს ეს და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ნებისმიერ ამბავს მაინც სამართლიანობა ამთავრებს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. იყო ინფორმაცია, რომ ქალბატონი ნატა ლომოურის მმართველობის დროს პირველივე დღეებში თუ კვირებში, პირველივე ეტაპზე დიდი ქართველი მწერლების ერის მამის მათ შორის პორტრეტები მოიხსნა კედლებიდან და გადაადგილდა. ეს სწორია თუ სიმართლეა? კი, გადაადგილებული არის. ჩვენ დარბაზში ქონდა ილია და აკაკის დიდი პორტრეტი და ცენტრალურ დარბაზში. ცენტრალურ დარბაზში ქონდა, ასევე ქონდა როიალი, იმიტომ რომ აუცილებელი არის ეს, როცა ღონისძიება არის და ის გადაადგილებული არის ნივთები. ილიას და აკაკის ნივთები. კი ბატონო, მე ჩემი მხრიდან საზოგადოებას ის შემიძლია ვუთხრა, რომ ჩემი მინისტრობის დროს აღმოჩნდა, რომ იმ დაშენების გამო, რომელიც თქვენი იქიდან გამოყვანის მერე მოხდა, როგორც ვიცი, სასტუმრო რომ დააშენეს. დააშენეს და სასტუმრო გაკეთდა რეზიდენცია მწერლებისთვის, თუმცა იქ რა თქმა უნდა, მხოლოდ ის უცხოელი მწერლები შედიოდნენ, ვინც ლიბერალურ მიმართულებას ქადაგებდა და იქ არ იყო ადგილი, ვთქვათ, ისეთებისთვის, ვინც განსხვავებულსაც იტყოდა, ხომ, თუ მრავალფეროვნებას ქადაგებ. ანალოგიურად ფესტივალებიც ასე ტარდებოდა. მხოლოდ ამ ნიშნით ჩამოყავდათ მწერლები. გამოიწვია ის, რომ ამ ისტორიულ შენობას საძირკველზე გაჩენილი ჰქონდა ბზარები და ჩვენ შევძელით და გავამაგრეთ საძირკვლები ფუნდამენტურად. და ამით ძალიან ბედნიერები ვიყავით, იმიტომ რომ რეალურად როგორც ჩანს ყველანაირი გეოლოგიური კვლევის და შესაბამისი პროცედურების გარეშე იყო ეს დაშენება გაკეთებული. ანუ ზედაპირულობა როგორც ბევრ საქმეში. წევრებს ვთხოვ შეკითხვებს, ბატონი თენგიზი, ბატონი გურამი, ბატონი ილია. გთხოვთ ბატონი თენგიზი. მოგესალმებით. უნდა ბედნიერება თქვენთანაც ბატონი ზუსტად უფრო ხანგრძლივი ურთიერთობისა და სხვა რანგში. როცა მეზობელ ქვეყანაში სტუმრობდით ხოლმე. ამ დარბევების დროს თქვენ თქვით, რომ ფანჯრებიდანაც გადაყარეთ რაღაც ნივთები. რამე თუ გაქვთ ინფორმაცია ისეთი ფასეული, ვთქვათ, ჩვენი დიდი მწერლების ხელნაწერები, ან პირადი ნივთები, ან მათი ნაქონი ლიტერატურა, რამე ხომ არ დაკარგულა ისეთი, რომელიც მოისაკლისეთ ახლა ვთქვათ და დღეს შეიძლება უკვე
აღარა გვაქვს ეს სიმდიდრე. მოგახსენებთ მაგაზე, ესე იგი მე ასეთი შთაბეჭდილება დამჩა შემდეგ უკვე, რომ მათ შესწავლილი ჰქონდათ სადრაიდო, ჩვენ წინა დღეებში როცა ვიცოდით რომ უნდა დარბეულიყო შენობა, სრული აღწერა გავაკეთეთ სარაჯიშვილისეული ნივთების და დალუქული ჰქონდა. როცა მე მთხოვეს რომ გადამებარებია უკვე, როცა ნატალომორი მოვიდა, თქვა რომ არაფერია დაკარგული. ანუ გადავეცით სია და თვითონ ის რასაც მნიშვნელოვნად თვლიდით ძვირფას ნივთებს არაფერია დაკარგულიო. განადგურდა ყველაფერი რაც თანამედროვე იყო. ყველაფერი, იმიტომ რომ ის დიდხანს ეგდო საწყობებში ვანის ქუჩაზე იტალიური ავეჯი იყო თუ რაც კი თანამედროვე იყო, ყველაფერი განადგურდა. ასევე იყო ბიბლიოთეკა, რომელიც აღარ არსებობს. ჩვეულებრივი წლების მანძილზე შეგროვილი წიგნები, ისტორიული წიგნები, ყველაფერი, არაფერი აღარ არსებობს და ასევე ვეღარ პოულობთ არქივს მწერალთა კავშირისას, რომელიც სარდაფში ჩააგდეს, ასევე წიგნებიც სარდაფში ჩაიყარა. რა პერიოდის არქივია, ბატონო მაყვა? რა პერიოდის არქივზეა საუბარი? დიდი პერიოდის არქივია ეს, ჩვენი მწერალთა კავშირი მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირში 20 წლია. საერთოდ არქივზეა? საერთო არქივზე ხო. კონკრეტული პერიოდის? არა, ვერ პოულობთ სად რა არის. ხო, თვითონ აი მე ვამბობ მატერიალური ნივთები არა, მაგრამ ის რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აი მაგალითად ამასწინათ სარდაფში ვეძებე მე ასევე ეს გადაყრილი ნივთები, ამასწინათ და რამდენიმე წლის წინ ხელს არასწორი ვთქვი და აღმოაჩინე უნიკალური ფოტოები, მაგალითად 1980 წელს მწერალთა კავშირის ყრილობაზე გოდერძი ჩოხელი როცა არის პატარა ბიჭი, რეზო ინანიშვილის და მისი დუეტი, საოცარი ფოტოები. აი ეს ყველაფერი, ყველა თითო ფოტოს კარგად მოგეხსენებათ რამხელა ფასი და რამხელა მნიშვნელობა აქვს. და ყველაზე გულსატკერი ჩემთვის ის არის კიდე რომ დღემდე ჩვენ კიდე კარგი რომ მოახერხეთ ვიდეო არქივი წამოღებული გვაქვს და ჩვენთან არის ბევრი მათგანი ჩემი შექმნილისა, იმიტომ რომ 20 წელია თავმჯდომარე ვარ და ყველაფერი შენახული მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ეს არქივი მძიმე მდგომარეობაშია. ეს არქივი რაც წარმოადგენს ამის დოკუმენტი თუ არსებობს, რაც დაიკარგა. ანუ რაც უნდა იყოს წესი და ეს იყო, გეტყვით რა იყო? ეს იყო სხვადასხვა ღონისძიებებისა და ყრილობების დროს გადაღებული ფოტომასალები, ეს იყო თითოეული მწერლის ბიოგრაფია, მათი განცხადებები, თქვათ გალაქტიონის განცხადება გთხოვთ მიმიღოთ მწერალთა კავშირში. მაგრამ ეს რამე აღწერილი გვაქვს? არა, არ არსებობს მაგის აღწერა. ეს იყო უბრალოდ დახარისხებული, ასევე ბიბლიოთეკა იყო, რომელიც აღარ არსებობს. არც ეს არა გვაქვს და არა გვაქვს ესენი. აი ეს ყველაფერი ანუ სრულად რა დაიკარგა არ ვიცი. არა, აი ეს არქივზე განსაკუთრებით წიგნებზე ამბობენ რომ არის სადღაც სარდაფში მე მგონი, მაგრამ არქივი აღარ არის. კიდევ კარგი რომ რაღაც რაოდენობა ჩვენ გადმოვიტანეთ და ჩვენთან რაღაც ძალიან მცირე რაოდენობა გვაქვს. თუმცა მე დავამატებ რომ რაც გადარჩა ბოლო 20 წლის ყველაფერი შენახული გვაქვს. რაც გადაურჩა არქივი ის ქალბატონი მაყვალას და მისი კოლეგების ძალისხმევით დღემდე საუკეთესო ვითარებაშია შემორჩენილი, იმიტომ რომ რაც გადარჩა ის დამჭირდა არქივიდან გამოთხოვა ამას წინათ და მოცემული მწერლის თვითონ საქმე იყო აბსოლუტურად უნაკლოდ წარმოებული და შენარჩუნებული. რაც გადარჩა, რაც ვერ გადარჩა, ნუ იქ რა თქმა უნდა პრობლემაა. ბატონი გურამისჯერი იყო, ბატონი ილია, ბატონი ირაკლი. დიდი მადლობა ქალბატონ მაყვალა, თქვენი მობრძანება კომისიაზე და ახსნა-განმარტება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ კომისიის დასკვნაში აისახება ეს ფაქტები, რა სამწუხარო ფაქტებიც მოხდა ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს და მეორე და უფრო მთავარი ჩემი აზრით არის ის, რომ ჩვენ მთელი ამ კომისიის ხდომების განმავლობაში რა უბედურებებიც მოვისმინეთ აქ და მოისმინა სრულიად საქართველოს საზოგადოებამ, რაღაცნაირად შემაჯამებელი გამოდის ახლა თქვენი ახსნა-განმარტებები იმ თვალსაზრისით, რომ როგორც ბოლშევიკური რეჟიმის მოსვლის პერიოდში იდეა იყო მათი, რომ იმ ქართულ იდენტობას, რაზეც იდგა საქართველოს ისტორია, უნდა დაეპირისპირებინათ რაღაც ახალი იდეა, სხვა შემთხვევაში ვერ მოიკიდებდნენ ფეხს და ეს ახალი იდეა შესთავაზეს რაღაცა სოციალიზმის სახით და ასე შემდგომ.
და ამას ვინ შეეწინააღმდეგებოდა, რა თქმა უნდა, იქ მიდიოდა მერე ტერორი და პირველ რიგში ამიტომაც იყო, რომ ინტელიგენციამ, მწერლები და ხელოვანი ხალხი შეეწირა სწორედ ბოლშევიკურ რეჟიმთან ბრძოლას. და აი ამ შემთხვევაშიც, მათ შორის თქვენი ახსნა განმარტებებიდან, დგინდება ზუსტად ის, რაც ისე ცნობილი იყო, მაგრამ თქვენი პირველ წყაროდან ახსნა განმარტებები დგინდება ის, რომ ზუსტად ნაცმოძრაობა, ანუ სააკაშვილი ეს ვიცით, რომ იყო პროექტი დასავლეთის და ამერიკის, რომ უნდა გამოეყვანათ ახალი ქართველი. ეხლა თანამედროვე სოფლიოში მიდგომები როგორც ჩან შეცვალეს და ახალი ქართველის გამოყვანისთვის საჭირო იყო პირველ რიგში ზუსტად აი იმ წყაროების და ფესვების გადაჭრა, რაზეც იდგა ქართული იდენტობა. ეს არ იყო ძნელი ამოსაცნობი, თუმცა აი ეს ფაქტები კიდევ ერთხელ რას თქვენ მოიყვანეთ, მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ აი ამ კომისიის დასკვნაში აისახება ის მტკიცებულებები, რომელი მტკიცებულებებიც კიდევ დაერთვება აი ამ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის გამოც მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყება გააუქმებს ამ პოლიტიკურ რეჟიმს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯამში რეალურად ის 1000 უბედურება წამება, ადამიანის უფლებების დარღვევა, ქონების ჩამორთმევა და ასე შემდგომ ემსახურებოდა ზუსტად ამას, რომ ქართული იდენტობა გაენადგურებინათ და ის თქვენი მოყვანილი ფრაზები, უბრალოდ თქვენს მე დასახელებული ფრაზები მინისტრი კულტურის, იქ ჭიაბერაშვილი, მწერალი, ვითომ მწერალი, ეს ბუღაძე და ასე შემდგომ, რომლებიც დაუფარავად ბედავენ იმას და ამბობდნენ, რომ უნდა გამოვიდეს ახალი ქართველი, უნდა წარსული დაავიწყო ადამიანს, ეს რას ნიშნავს? ადამიანს თუ წარსულს დაავიწყებ, ძალიან მარტივად დაიყოლიებ შენ მიერ სასურველ მომავალზე. იმიტომ რომ იმას მიზანი აღარ აქვს წარსული თუ დაავიწყე. ეხლა რა თქმა უნდა, ეს რეზიუმე იყო იმ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს დასკვნაში აუცილებლად აისახება, მაგრამ ერთი ფაქტი მე არ მინდა რომ რაღაცნაირად გამომრჩეს, რაც თქვენ თქვით იმ პერიოდში, როდესაც მიბრძანდით მწერალთა კავშირის შენობაში ღამე და იქ დაგხვდათ შესასვლელში ჩამოგდებული, დაგდებული გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობლის ხატი. ხო არ შემეშალა? ზუსტად ასე. დიახ. და კიბეზე დაგდებული ღვთისმშობლის ხატი. და ესე ჩემი აზრით ეს პირდაპირ არის აი სიმბოლო სამწუხაროდ აი იმ რეჟიმის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ 100,000 მოწამის დღესასწაული გვაქვს საქართველოში, რომელიც სხვათა შორის პირდაპირ შეურაცხო ერთ-ერთმა ნაცმოძრაობის ყოფილმა თუ ახლანდელმა ლიდერმა, ეს საჯაროა და იმიტომ საუბრობ ამაზე, ზურაგი ჯაფარიძემ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა 100,000 მოწამეს, ესეც ერთ-ერთი ფაქტია და ეს ჩემი აზრით არ უნდა გავატაროთ და სიმბოლოა. ვიმეორებ, სადაც არ უნდა შეხვიდე და რა შენობაც, როგორი უკანონოთაც არ უნდა მიიღო, იმას რომ დააგდებ ღვთისმშობლის ხატს და მწერლის ხატს და იქ ადამიანებს ეუბნები რომ ზედ გადაუარე, ეს გააკეთეს. ამას აკეთებდნენ მაშინ ჩვენი მტრები და ამაზე ეუბნებოდნენ ქართველებს რომ ღვთისმშობლის ხატისთვის და მაცხოვრის ხატისთვის გადაევლოთ. წინამდელ შემთხვევაში მტკვარში აგდებდნენ. რასაც შეურაცხყოფა მიაყენა სხვათა შორის ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და აი ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მინდა რომ საზოგადოებამ კარგად გაათვითცნობიეროს. აი იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს საბედნიეროდ ეკლესიებში დადიან, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ინფორმაცია არ აქვს რა რეჟიმთან ქონდა საქმე და რომელ რეჟიმს სურს დღეს დაბრუნება ხელისუფლებაში. რომ აი ესე პირდაპირ ქართული იდენტობა მოსპონ თავიდან ბოლომდე რაზეც დგას საქართველო. და მადლობა თქვენ ამ ახსნა განმარტებისთვის. დიდი მადლობა და რადგან წმენაზე ვთქვით, მე მახსოვს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, უწმინდეს და უნეტარეს, რომელმაც თავის დროზე იმის გამო, რომ ჩვენ გამოვყარეს შენობიდან სამების ტაძარში დაგვეთმო დარბაზი და იქ ვატარებდით საღამოებს, უწმინდეს ვკითხე, რომ რას ფიქრობდა, რომ შეიცვალა ბატონი სააკაშვილის ხელისუფლება და მითხრა ასეთი რამე: უფალმა კუბსკულში ხელი ჩაყო და საქართველო ამოიყვანა და გადაარჩინაო და ფიქრობ, რომ საქართველო კარგად იქნება. მადლობა, ბატონი ილია. გაბატონო მაღლა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მეც ჩვენ კოლეგებს უერთდები და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ კომისიის მუშაობის ამ პერიოდში ჩვენ
ძალიან ბევრი მძიმე საქმე მოვისმინეთ, სხვადასხვა სფეროს, რომელიც ეხებოდა. ძალიან ემოციური იყო ამ ყველაფრის მოსმენა, გადალაგება, კიდევ ერთხელ გაგება, ბევრი რამე ახალიც იყო. არა დღევანდელი დღე ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეს ისტორია და შეხება, ეხლა მე ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, მაგრამ ხვდები რომ ამ დეტალებს, რომელ წელს, ვინ იყო, რა ერქვა და ასე შემდეგ. ეს არის ის დეტალები, რომელიც რა თქმა უნდა ამას ყველაფერს პასუხი ექნება, ჩვენ ამას დავარქმევთ თავის სახელს, მაგრამ პირველ რიგში ამას ქვია ღალატი ქვეყნის მიმართ, უპატივცემულობა იდენტობის, ჩვენი ფესვების, ჩვენი ტრადიციების მიმართ, ჩვენი კულტურის მიმართ უპატივცემულობა, დაკნინება ამ ყველაფრის. და ალბათ დღევანდელი ეს ისტორია და მწერალთა კავშირს რაც გადახდა თავს, თქვენ რაც მოგვიყევით და დარწმუნებული ვარ კიდე რამდენი დეტალისგან შედგება ეს ყველაზე მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. ზუსტად ამ კომისიის მუშაობაც ემსახურება იმას, რომ სახელი დავარქვათ ამ საქციელს და ხაზი გაესვას და წერტილი დაესვას, მომავალი თაობა იცოდეს და გაუფრთხილდეს, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში დაიგეგმოს მომავალი. ამიტომ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის თქვენ და ყველა თქვენთან ერთად მებრძოლ ადამიანს, რომლებიც იბრძოდნენ თქვენ ხაზი გაუსვით ბატონ აბუ ამირჯიბის იმ მდგომარეობიდან აბრძოლ დეტალებს, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდებოდა და ეს ნანახი გვაქვს ყველას. მინდა ყველას ჯანმრთელობა უსურვო და ამ ტრადიციის გაგრძელება უსურვო და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დაალაგდება და ამას ესეთი საშიშროება მომავალში აღარ ექნება. კითხვას რაც შეეხება ისიც დამაინტერესა, როგორ მოხდა ეს ბუღაძის წერილი თუ წიგნი თუ საბერძნეთში ჩვენ ქართველებთან რანაირად მიწვეული იყო, საღამო ქონდა. მიწვეული იყო და გაყიდა ეს სიგნები იქ ბერძ. თქვენ უპატივცემულობა ბრძანე და ერთ პატარა დეტალსაც ვიტყვი, იმიტომ რომ ესეც ჩემთვის მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ 90 წლის იუბილე უნდა გადაგვეხადა ანა კალანდაძისთვის, მოსაწვევები მივიტანეთ განათლების სამინისტროში. ამ დროს ლომაია იყო მინისტრი და უთხარით, რომ რუსთაველის თეატრში დიდ ქალბატონს უხდით იუბილეს. ყველა მოსაწვევი უკლებლივ დაგვიბრუნეს, სურველები ვერ ვნახეთო. ეს იყო შეურაცხყოფისთვის, თორე ბოლოს და ბოლოს შეეძლოთ სულ არ ეთქვათ ასეთი გულსატკენი ამბავი, მაგრამ როცა ქალბატონი ანა კალანდაძე გარდაიცვალა, ის ჩემი უფროსი მეგობარი იყო და ჩემი სალოცავი ქალბატონი, არ მიგვიშვეს საფლავთანო ორი სიტყვით გამოვშვიდობებოდით. ეს ყველა ფაქტი არის იმის დამადასტურებელი, რომ მაქსიმალურად უნდა დაეკნინებინათ ჩვენი ისტორიული ფაქტი მოვლენა და ის სიამაყე, რა სიამაყითაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოვიდა. მადლობა, ეს მინდოდა მეთქვა და დიდი მადლობა. ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი. გიდასტურებთ ჩემ დიდ პატივისცემას, ქალბატონო მაყვალა. თქვენი და ყველა იმ ქართველი მწერლის შემოქმედების მიმართ, ვიზეც ახლა აქ საუბარი იყო და ვინც აქ ნახსენებიც არ ყოფილა. საერთოდ თქვენ აღნიშნეთ და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ რაღაცის რო იტყვიან ხელში ჩაგდება რომ უნდათ, მას უნდა დარქმეოდა, რომ ეს არის საბჭოთა გადმონაშთი და იტყვიან აი ამ იარლიყის ქვეშ მერე ყველაფრის გაკეთების უფლებას აძლევდნენ თავს. ეს ეხებოდა ამ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ძალიან ბევრ ასპექტს და რა თქმა უნდა მწერალთა კავშირი არ იყო გადმონაშთი ზოგადად მესმის რომ შეიძლება ყველაფერს ჭირდებოდეს დროთა განმავლობაში გარკვეული რეფორმირება, გარკვეული სახეცვლილება, თანამედროვე მოთხოვნებისათვის ფეხის აყოლა, მაგრამ ეს სულ სხვა რამე არის და ის რასაც ისინი რეფორმის სახით აკეთებდნენ, იყო ჩვეულებრივი დარბევა. ეხლა ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს მე თქვენთან
თქვენ ბრძანებდით თქვენს მონათხრობში, რომ სულ სასამართლოებში გიწევდათ ყოველხნა. მათი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, რო იტყვიან რევოლუციის შედეგი ის უნდა ყოფილიყო, რაზეც ისინი საუბრობდნენ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო უნდა გქონდესო. ქონდა თუ არა სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილებებს, რაიმე გავლენა იმაზე, რა ქმედებებიც მათ განახორციელეს. ანუ სასამართლო პროცესი და ეს რეალური რაც მიმდინარეობდა, ქმედება რამე ან სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, ან რამე გადაწყვეტილება იყო, ან სათქმელო, ან საწინააღმდეგო და ეს ამ პროცესზე როგორ აისახებოდა. მოგახსენებთ, მწერალთა კავშირი სამართლიანად იბრძოდა. არა მარტო იმიტომ, რომ ეს შენობა 1920 წელს მისცეს სწორედ მწერალთა კავშირს, მაშინ სხვა ორგანიზაცია არ არსებობდა. არა მარტო იმიტომ, რომ 1959 წელს დიდი პრივატიზაციის დროს ასევე მწერალთა კავშირს დაუმტკიცეს, იმიტომაც რომ უკვე 59 წელს სტალინის პერიოდის დიდი პრივატიზაციის დროს, იმიტომაც რომ 1998 წელს თუ 19-ში მე ახლა კანონებში შემეშალოს, გამოვიდა კანონის შემოქმედებითი კავშირების შესახებ, სადაც შავი თეთრზე ეწერა, რომ ქონებები, რომელიც არის შემოქმედებითი კავშირების ბალანსზე, არის მისი საკუთრება. ასე რომ ყველანაირად იყო დარღვეული. ერთი შენობა, რომელიც წაგვართვეს, იყო ისტორიულად ჩვენი საკუთრება, მეორე შენობა, რომელიც საჩუქარი იყო ზვიად სამსახურდიას, ანუ სახელმწიფოს, პრეზიდენტის და შემდეგ უკვე ედუარდ შევარდნაძის დროს იყო გატარებული ჩვენს ქონებაზე, ისე წაგვართვეს, რომ სამართალი ვერსად ვიპოვეთ. სიმართლე რო გითხრათ, მე არც კი მიჩვია მაჩაბლის 11 ნომერზე იმდენად მძიმე იყო და მთელი ჩვენი ენერგია გადავიდა ისტორიულ შენობაზე, იმიტომ რომ ის იყო ლიტერატურული სახლი, რეზო ჭეიშვილი იყო დირექტორი, ეს იყო ჩვენთვის სასიცოცხლო სახლი. კიდევ სხვა რამე. სამართალს ვერ მივახციეთ და ბოლოს იმაზეც კი ლამის მადლობა გვათქებებიეს, რომ შენობაში ღონისძიებას ვაკეთებდით, იმიტომ რომ აღარაფერი აღარ ქონდა. არა მატერიალური რაიმე მდგომარეობა, არა შენობა, უწმინდესის თანხმობით მარტო სამების ტაძარში ვატარებდით თვეში ერთხელ ღონისძიებას, დანარჩენი ყვდებოდა ორგანიზაცია, აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და თუ არა მართლა წინაპრების წინაშე აი მოვალეობის გზნობა, ალბათ ვერ გაუძლებდა ვერავინ იმას, რომ 20 წელი ყოფილიყავი ორგანიზაციაში, სადაც სულ ზეწოლა იყო, სულ შეურაცხყოფა და ცინიკური გადაცემები ქართულ მწერლობაზე. მე მახსოვს, მწერალთა კავშირის ყრილობა რუსთავიორმა კი არ გაჩვენა, არამედ აჩვენა ერთ-ერთი ქართველი მწერლის დაბადების დღე და ვითომ ეს იყო მწერალთა კავშირის ყრილობა, რომ ცეკვავენ მწერლები. ხა ცეკვა მაგათ რა გაუკვირდებოდათ, მაგრამ თვითონ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სულ სხვა ფაქტი, სულ სხვანაირად ნაჩვენები ისეთი შეურაცხყოფელი იყო, რომ სიტყვა ვერ ვამბობ რა გადავიტანეთ მაშინ. უყურებ ტელევიზორს და ვხედავ ეს ჩემი მწერლები ზოგი აქეთ ასე ზოგი იქეთ ცეკვავს და ამ დროს სულ სხვა ღონისძიება დაბადების დღეა, მწერლის დაბადების დღე. აი ეს აჩვენეს ვითომ ყრილობა იყო მწერალთა კავშირის. ასეთი ბევრი რამე იყო. მიზანმიმართული დამამცირებელი, მიზანმიმართული, აი ყველანაირად მატერიალურად და პიარის მხრივაც. ყველანაირად ვიყავით დამცირებული. ბატონი სოზარის ჯერია და შემდეგ ბატონი თენგიზი. უბრალოდ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. კომისიას ჯერ ხა ვადის მიხედვით ნახევრამდე ვართ მისული, ალბათ ცოტა მეტიც კი დაგვრჩა, მაგრამ ბატონმა გურამმა ძალიან სწორად თქვა, რომ შემაჯამებელი გამოსვლა იყო დღევანდელი თქვენი, შეიძლება მთელი კვინტესენცია კომისიის მუშაობისაც და იმ რეჟიმის შეფასებისას და თქვენ ძალიან ზუსტად ბრძანეთ, რომ რაღაცა შეიძლება უცებ სახელი ვერ დაარქვა, რაღაცა შეიძლება უცებ ბოლომდე ვერ გაიაზრო რა ხდება, მაგრამ გრძნობ რომ რაღაცა ისე არ არის, ხო? არასწორად ხდება, რაღაცა ცუდი მიმართულებით მივდივართ და დროთა განმავლობაში ხდება ამის გააზრება და აი დროთა განმავლობაში დაერქვათ ძალიან ზუსტი სახელი, აი უსამშობლო ტერმინი, რომელიც დამკვიდრდა, არის ყველაზე ზუსტი სიტყვა, რომელიც მათ არს განმარტავს ბოლომდე, აი თავიდან ბოლომდე და შემთხვევითი არ იყო, რომ სიტყვა სამშობლოს ებრძოდნენ. თქვენ ჩემზე უკეთ გეხსოვებათ, აი ტელევიზიებში გამოსვლები იყო პირდაპირ როგორი მოძველებული არის სიტყვა სამშობლო და ეს სიტყვა უნდა ამოიცირკოს. ჟურნალისტები დიდ პრეტენზია რო აქვთ, მწერლები, პოლიტიკოსები პირდაპირ სიტყვა სამშობლოს უცხადებდნენ ბრძოლას და რეჟიმი და მისი მსახურები და აი ეგ იყო და ეს მარტო მაშინ არ იყო. ჩვენს პერიოდშიც კი გაგრძელდა და ბატონი
ბიძინა ივანიშვილი იხსენებდა ხოლმე რომ რამდენიმე ჩვენს მაშინ ალიანსში ერთად რო ვიყავით ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლები ეს რა თქმა უნდა ოპოზიციაში არიან ისინი ალიანსში ვინც იყვნენ ჩვენთან ერთად პარტიების წარმომადგენლები შიდა კამათებში ცდილობდნენ იმის დამტკიცებას რომ რა დროს სამშობლოა ჩვენ სახელმწიფოზე უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფო უფრო დიადია სახელმწიფო საბჭოთა კავშირი რო იყო ისეთი უნდოდა მაგრამ ჩვენ სამშობლო საქართველოს მიგვაჩნდა და სწორედ აი ეს ტერმინი უსამშობლო გამოხატავს ყველაზე კარგად იმ რეჟიმის და მისი მსახურების არსს და ის თქვენი გამოსვლა იყო მართლა შეჯამება იმისას თუ რას წარმოადგენდა ის რეჟიმი და დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და იმ ყველაფრისთვის რაც იბრძოლიათ ამ წლების განმავლობაში. მადლობა. ბატონი თენგიზი. მეც კითხვა არ აქვს. მინდა თავისუფლებას მივცემ და ვალდებულდათაც ვთვლი რაღაც საკითხები, იმიტომ რომ ახალგაზრდების გვესწრებიან და უსმენენ. ეს ღირებულებები იმდენად გადაანაცვლეს და იმდენად ნაცვლებოდა რომ აზრი დაუკარგეს ბევრ სიტყვას ან არა სათანადოდ იყედებდნენ. აი როგორ შეიძლება ახლა ვთქვათ ქალბატონ მაყვალას ამბატორეზოს ფაშისტი უწოდო ან მის აზროვნებას უწოდო ფაშისტი. მხოლოდ იმის გამო რომ თავისი ეროვნული თვითყოფადობის თავისი ეროვნული გადაჭარბებულად გიყვართო გადაჭარბებულად გიყვართო სიყვარული ახლა მე ვიტყვი იმას რაც მე ჩემი თვალით მინახავს ხვის მონაყოლს არ გეტყვი ფაშიზმი არის ის და ნაციზმი არის ის როდესაც შენი კულტურის გარდა ყველა დანარჩენი კულტურა რაც შენს გარშემო არსებობს მიგაჩნია მეორე ხარისხოვნად ან მესამე ხარისხოვნად და საერთოდ მიუღებლად მე მინახავს ჩვენ მეზობელ ქვეყანაში როგორი მეგობრობა ჰქონდათ თქვათ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მწერლებთან. არსებობდა ასეთი მაჩაბლის პრემია, მაშინ გავიცანი, არც ვიცოდი. მათი მეშვეობით გავიგე, როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, რომ უამრავი მაჩაბლის პრემიის ლაურეატი იყო ჩვენს ამ მეზობელ ქვეყანაში. რის გამო? იმის გამო, რომ ქართველი დიდი მწერლების ნაწარმოებები ჰქონდათ თავის ენაზე ნათარგმნი. ეს ცალკრივი პროცესი არ იყო. ჩვენი ქართველი მწერლებიც, თქვათ, იმ ქვეყნის მწერლების ნაწარმოებების თარგმნია. სომხეთია ახლა რამე კი არის. სხვა ქვეყანაში ხდებოდა ესეთი ალბათ უბრალოდ მე რაც მინახავს პირადად გეუბნებით. ამიტომ არავითარი ფაშიზმი, არავითარი ესეთი ელემენტი ამ ადამიანებში არ არის და არ შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება დიდხელოვანს ესეთი რაღაც გააჩნდეს. და არავინ არ დაიჯეროს მით უმეტეს ახალგაზრდება, რომ როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს, შენ ენას, შენ სარწმუნოებას ან თქვა შენ კულტურას იცავ ეს არის რაღაც ფაშისტური ელემენტების შემცველი. ფაშისტური ელემენტების შემცველი იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც შენ დაიწყებ ამავე მოსაზრებების გამო სხვების დევნას, დაჩაგვრას, დახვრეტას, გაუბედურებას, აუგრძალავ მათ თავისი ლიტერატურის განვითარებას და ასე შემდეგ. აქ პირიქით პროცესებთან მქონდა საქმე. უამრავი არაქართველია ჩვენს ორგანიზაციაში. პატრიოტი ადამიანები პოპულარიზაციას უწევდნენ სხვა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მწერლობას. და ასევე ჩვენ კითხველს აცნობდნენ ამ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიტერატურასაც თავის მშობლიურ ქართულ ენაზე. და ამას აკეთებდნენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად. მე ეს ურთიერთობები მინახავს, ჩემი თვალით მინახავს. ამ შეხვედრებზე ვყოფილ ვარ. და არავინ არ მოგვატყუოთ, რომ ეს არის ფაშიზმი. არავითარი ფაშიზმი არ არის შენი სამშობლოს სიყვარული და არავითარი გადაჭარბებული სამშობლოს სიყვარული არ არსებობს. პირიქით ჩვენი უბედურება ის არის, ჩემი თავიდან დავიწყებ, რომ არასათანადოდ გვიყავს კიდე იმ სიძლიერით სამშობლო, როგორც ეკადრება და არა პირიქით გადაჭარბებული პატრიოტიზმით. და აი ესეთ წარმომადგენლებთან აქვს ჩვენი ერის ღირსეულ წარმომადგენლებთან ჩვენ საქმე, რომელიც მართლაც იმის გამო, რომ უნდა დაეკნინებინათ ყველაფერი ქართული და არა კონკრეტულად მათი პირადი ინტერესი კი არავის არ ქონდათ. აი პირადად უნდა დაეკნინებინათ და პირდაპირ უნდა დაეკნინებინათ ყველაფერი ქართული. აი ამასთან მქონდა საქმე. და მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, იმ მოჭარბებულ პატრიოტებს, მოჭარბებული ხარისხით რომ აქვთ პატრიოტიზმი და გვიხარია რომ ჩვენს გვერდით ხართ და დარწმუნებული ვართ რომ ეს პატრიოტიზმის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება და ამ მოჭარბებულობას არაფერი დააკლება წლების გამო. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველაფერს დიდი მადლობა. კარგს გისურვებთ სამამულოთაც და ჯანმრთელობას. დიდი მადლობა. შეკითხვები ხომ არ არის? ქალბატონო მაყვალა, სანამ დაგემშვიდობებით, თუმცა თქვენ შემაჯამებელი სიტყვა თუ გსურთ გეკუთვნით, ესეთი თხოვნა მექნებოდა, ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ თქვენ რა დროც დაგჭირდებათ ერთი კვირა, ორი კვირა, წარმოგვიდგინოთ იმ პერიოდის
ემბლემატური, ახლა ყველას ჩვენ ვერ შევეხებით, ნაწარმოებები, რომლებიც გამოცემულა იმ წერლების მიერ, რომლებსაც მეტად უწყობდნენ ხელს ბილად რომ თქვა იმ დროის ხელისუფლები, იმისათვის რომ სწორედაც რომ ახალგაზრდა თაობაში შეეცვალათ ეროვნული ცნობიერება. კი ბატონო. რამდენიმე თქვენ რომ ჩათვლით მწერალთა კავშირი და თავად თქვენ რომ ეს არის ის რაც გამოხატულებაა. ჩვენ გვინდა რომ დასკვნას ამგვარი დანართები ჰქონდეს. კი ბატონო. ჩვენ დღეს ვიხილავთ სწორედ ჩვენი კომისიისთვის ერთი თვით ვადის გაგრძელების საკითხს პარლამენტში. ძალიან ბევრი დოკუმენტი უკვე დამუშავდა, ასეულობით გვერდი, იმისათვის რომ დასკვნა დაიწეროს და რა კი დანართები ვახსენე, საზოგადოებისთვისაც საინტერესო ალბათ როგორია ჩვენი ხედვა სტრუქტურის ამ დასკვნის. რასაკვირველია დასკვნა იმის დასკვნაა და დოკუმენტია რომ მას აქვს შესავალი, აქვს ბოლო თქმა, სადაც რეკომენდაციები უნდა იყოს და აქვს შიგთავსი, რომელიც თემატურად სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. თუმცა ლაიტმოტივი, რაც ჩვენი აზრით უნდა თანძდევდეს ამ დასკვნას, არის არა მარტო ის, რომ ეს იყო მოძალადე რეჟიმი, ეს უკვე დასტურდება რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეებიც კი არ გამოიყვანა საომარი არეალიდან, პირიქით აწყობდა, რომ რაც მეტი მოქალაქე დაიღუპებოდა მშვიდობიანი ომის დროს, მით მეტად მიეცემოდა ცალაპარაკო საერთაშორისო ფორუმებზე, რომ აი დახეთ რამდენი ადამიანი დაიღუპა იმის ნაცვლად, რომ მინიმიზაცია გაეკეთებინათ მსხვერპლის. აღარ ვსაუბრობ სასჯელახსრულების სისტემაზე და სხვა, ვთქვათ, ქონებრივი უფლებების დარღვევებზე და ადამიანების გაუბედურებაზე. მოძალადე სახელმწიფო ტერორი, შიშზე დაფუძნებული მართვა, მაგრამ კიდევ ერთი თუ არა პირველი ლაიტმოტივი უნდა იყოს ის, რომ ეს გახლდათ ანტიქართული და როგორც ბატონმა სოზარმა ეს სიტყვა შეგვახსენა, უსამშობლო პოლიტიკური ხელისუფლება. და ამ დასკვნას ექნება თავისი დანართი, დაწყებული მაშინდელი ანგარიშებიდან, სახალხო დამცველის, ბატონი თომას ჰამარბერგის თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო არქივი, მათ შორის უნიკალური, რომელსაც ჩვენ ვკრებთ და ძალიან ბევრი შევკრიბეთ და ვაგრძელებთ, მაგრამ წიგნებიც. ამიტომ თუ თქვენ ამ დანართების შევსებაში მიიღებთ ამ ფორმით მონაწილეობას, რომ აი მომავალი თაობის 50 წლის შემდეგ ეს პარლამენტი კვლავ იქნება, საქართველო რა თქმა უნდა კიდევ უფრო ძლიერი და მშვიდობიანი იქნება და დაინტერესებს ვიღაცას, რომ მკვლევარს თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს, რომ ჩახედოს რა იყო მაშინ. აი რომლებია ასეთი ნაწარმოებები თქვენვე შეკრიბეთ და მოგვაწოდეთ, რომ ის დასკვნის დანართად ასახავდეს იმას, თუ როგორი ნაწარმოებებით ცვლიდნენ ეროვნული ცნობიერების მართლმადიდებლური რწმენის დაკნინების და ზოგ შემთხვევაში მისწრაფება ჰქონდათ, რომ ეს რწმენა დაემარცხებინათ კიდეც. კი ბატონო. იქნება ამაში დაგვეხმაროთ. კი ბატონო, ერთ რამესაც დავამატებ, ასეთი ნაწარმოებებში შემთხვევით არ ხდებოდა ბილდ სიტყვაობა. იმიტომ რომ სიტყვა არის უფალი და როცა შენ აჩვევ ადამიანის ყურს. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს პატარა გოგონები საშინელი სიტყვებით საუბრობენ და იგინებიან, გოგონები იგინებიან. აი ამ წიგნებში ყველაზე შემზარავი რაც იყო ასევე, გარდა იმისა, რომ ცნობიერების შეცვლა უნდა უდოდათ, გარდა იმისა, რომ მოქონდათ ხელოვნური თითიდან გამოწვეული პრობლემები, რაც არ არსებობდა საქართველოში. მესამე და მთავარი იყო ის, რომ ნაწარმოებებში თითქმის ყველა გვერდზე იყო სიტყვაობა და სათაურებშიც. ისეთი სათაური, რომელსაც ღირსეული ოჯახიშვილი უბრალოდ ვერ წაიკითხავს, ან შვილს არ აკადრებს და არ წააკითხებს. აი ესეც, იმიტომ რომ სიტყვა არის უფალი და შენ როცა უკვე ბედავ, არა მარტო იმას, რომ შენ შეურაცხყო პატრიარქი, არა მარტო იმას, რომ შენ შეურაცხყო წარსული, არა მარტო იმას, რომ შენ შეურაცხყო ქართლის დედა, რომელიც სიმბოლოა თბილისის და საქართველოსი, არამედ სიტყვები ქალების შემოქმედებაშიც ისეთი, რომელიც
აკნინებს თვითონ სიტყვისადმი დამოკიდებულებას. ესეც შემთხვევითი არ იყო. საერთოდ შემთხვევით არაფერი არ ხდება სამყაროში, ამის თქმა მინდა. ყველაფერი რაც კეთდება, რაღაცას ემსახურება, ან სინათლეს, ან სიბნელეს. ასე რომ შემთხვევითობის ბრალი არ არის. მე მაგალითად ვიცი ნაწარმოები, სადაც აუცილებელია ესა თუ ის ფაქტი და გენიალურ მიხეილ ჯავახიშვილის მაგალითსაც მოვიყვან, მაგრამ არის ერთი რაც აუცილებელია ნაწარმოების, არის მეორე მიზანმიმართული პროცესი. თითქოს უნიშნელო, თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ მიზანმიმართული. ქალბატონო მაყოლა და ასევე დაგვაინტერესებდა თქვენ ახსენეთ ზურაბ ჭიაბერაშვილის პროექტი თუ გამოცემა. პროექტი, რომელიც დაუფინანსა სოროსის ფონდმა. არა, ევრაზიულმა ფონდმა. და რომლის მთავარი სულისკვეთება იყო ის, რომ რაც მალე დავივიწყებთ წარსულს, ავაშენებთ უკეთეს მომავალსო დაახლოებით. ეს შეიძლება მე ვერ ვიპოვო, იმიტომ რომ ეს იყო 2004 წელი და მე სამწუხაროდ მაშინ მხოლოდ მკითხველი ვიყავი და დავაბრუნე პროექტი. მაგრამ ასეთი ნამდვილად იყო და სხვათა შორის რა გამიხარდა, იცით, ამას წინათ იყო გადაცემა და მე რომ ამ პროექტზე საუბარი დავიწყე, იქ ბრძანდებოდა კიდევ ერთი პროფესორი ადამიანი, რომელმაც ჩემზე უკეთ იცოდა ეს პროექტი. მე მკითხავ, მას ხომ არ აქვს შემთხვევით. ეს აჭარის საზმაუწყებელი. დიახ, მან და გამიხარდა, იმიტომ რომ სულ ფიქრობდი, რომ როგორ არ გადავიღე ასლი, მეთქი რაღაცნაირად გული მწყდებოდა, თვითონ ისეთი საინტერესო ფაქტია, ფაქტად. ძალიან საინტერესო გადაცემა. აი, უცებ ამ ადამიანმა ბატონმა თქვა, რომ აი ასე იყო და თანხაც კი ახსოვდა, რამდენი გაიცა ამაზე. მე ესეთ დეტალები არ მახსოვდა. ასე რომ იყო ესეთ. კი, მე ნახავ გადაცემაში და გეტყვით ხო? ხო. და რა თქმა უნდა, იყო სტატია მოვიძიებთ ჩვენ ამასაც, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს. სულ ერთია ვინ არის პოლიტიკოსი, გვარი სახელი, რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, დღევანდელია ოპოზიციაში, ხელისუფლებაშია თუ მაშინდელი. ვინ როგორ შეფასებებს აკეთებდა, რა პოზიციებს იცავდა. მაშინ თუ ეს არ გინდა რომ ასე იყოს, ნუ გამოხვალ პოლიტიკაში. მე არასდროს არ დამავიწყდება, მაგალითად ვერც გავიმეორებ, მაგრამ იმ დროის ხალხი მიმიხვდებით. ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვენ გაკვირთ ახსენეთ, როგორ ახსნა თბილისის თავზე მდგარი ხმალი და თასი რა იყო? რას ნიშნავდა? ეს აუხსნა ახალგაზრდა თაობას აბსოლუტურად სხვანაირად, ვიდრე ჩვენ გვასწავლიდნენ და ის ამით ამაყობდა მაშინ როგორც თბილისის მერი. და განათლების სამინისტროში თუ არ მეშლება ქალბატონთეა მინისტრის მოადგილე იყო, ამასაც რომელსაც წიგნის სათაურად ჰქონდა, ახლა მეც ვერ გავიმეორებ სათაურის სახელს. ვის წიგნზე საუბრობთ? ერთ-ერთი ახლა მაგასაც გავიხსენებ გვარს, ახლა ყველა აღარ მახსოვს, საბედნიერო თუ სამწუხაროდ ქართულ ლიტერატურას მათი სახელები დიდად არ შემორჩა, მაგრამ განათლების სამინისტროში მუშაობდა კაცი, რომელიც წიგნის სათაურიც იყო, მთვარე მაკოცე ძალიან ცუდი სიტყვით თარდებოდა, მაპატიეთ? კი ბატონო. ასეთ ის ასწავლიდა ბავშვებს სკოლებში და ეს გასაგებია, მაგრამ ხა ქართლის დედის შეურაცხყოფა ეს უკვე არა, ესეც შეურაცხყოფელია, ისეთი სიტყვით თარდებოდა, რომელსაც ვერ ვიტყვი მეთქი რა. ვერ გავბედავ და ვერ ვიკადრებ. დიდი მადლობა. მაშინ დავრჩეთ თქვენ ნებართვით კონსულტაციის ფარგლებში, როგორც აქამდე ვიყავით და თქვენგან დაველოდებით იმ გამოცემებს, რომელსაც საქართველოს მწერალთა კავშირი ჩათვლის, რომ ჩვენი დასკვნის დანართი უნდა იყოს. თქვენგან ამას დაველოდებით. წინასწარ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. აქ მრავლად ითქვა მადლიერება, მეც შეუერთდები ამას და ყველა იმ ბრძოლისთვის ეს არ იყო ერთი ბრძოლა, დიდი ბრძოლა იყო, რომელსაც თავისი სხვადასხვა დროის ბატალია ახლათან. ამისთვის გიხდით დიდ მადლობას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ქალბატონთეა და დავამთავრებ ჩემს სიტყვას ერთი წინადადებით, რომ ჩვენ ადამიანები არ ცხოვრობთ ერთ დროში, არც მარტო წარსულში, არც საწყლოში და არც მარტო მომავალში და მე ძალიან მინდა რომ საქართველოს სამ დროში იგრძნოს თავი ბედნიერად, იმიტომ რომ სულ ცდილობდნენ რომ მოეკვეთათ დრო, წარსული ამოკვეთილი იყო და მინდა რომ მომავალმა წარსულის პატივისცემაც იცოდეს და მომავლის იმედიც ჰქონდეს. დიდი მადლობა იმედისთვის. დიდი მადლობა თქვენ. დროებით გემშვიდობებით. ბედნიერად. სამდივნო გაგაცილებთ.